თანამედროვე სამხედრო სპეციალისტები თვლიან, რომ დარიოსის სამობილიზაციო მასა დაახლოებით მილიონი კაცი იყო. რისგან შედგება ირანული არმია. ხერხემალი ამ არმიის არის ეგრეთ წოდებული უკვდავთა კორპუსი. ესეა გრანდიოზული სამხედრო ძალა. ბერძნებს შეუძლიათ რამოდენიმე 10,000 ჰოპლიტის გამოყვანა. ბერძნების სპარსელებიდან განსხვავებით უკეთესად არიან შეიარაღებული და უკეთესად არიან დაცული. მათ აქვს ან ბრინჯაოს, ან რკინის მუზარადები, რომელიც მთლიანად იცავს თავს, დიდი ფარი, სხეულზე აქვთ ჩაცმული აბჯარი და მათ აქვთ სამუხლეები ასევე ლითონის. ანუ ფაქტიურად ბერძენი ჰოპლიტი არის ცოტა უხეში შედარება, რომ მოძრავი ტანკია. დარიოსი გეგმავს დიდ ლაშქრობას ევროპაში და 513 წელს გრანდიოზული არმიით. მისი გეგმა არის, რომ მან სანამდე ჯერ საბერძნეთს დაესხმება თავზე, მანამდე ზურგი უნდა უზრუნველყოს და უნდა სცადოს ბედი და დაიმორჩილოს სკვითები. შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს იყო წარუმატებელი ლაშქრობა სკვითეთში. გადმოვიდა, გამოიარა თრაკია და მიიღო გადაწყვეტილება, რომ თვითონ აზიაში დაბრუნდეს, მაგრამ ევროპაში ტოვებს ჯარს. მოხდა მცირე აზიელი იონიელების აჯანყება. ანუ მცირე აზიელი ბერძნების აჯანყება. დღევანდელი რომელი ტერიტორია იყო ეს? თურქეთის დასავლეთ სანაპირო. თურქეთის დასავლეთ სანაპირო. დაიწყო აჯანყება, თავიდან დიდი წარმატება აქვს ბერძნებს, იონიელებს, ხო და შეუტიეს სპარსელებს და აბსოლუტურად მოულოდნელად სარდეში შევიდნენ. აბსოლუტურად მოულოდნელი იყო სპარსელებისთვის ესა. სპარსული გარნიზონი გამაგრდა ციტადელში. არტაფერმა დაიხია იქიდან, მოულოდნელი იყო ესა და იქ მოხდა სარდე დაწვეს ბერძნებმა. ბერძნებმა დატოვეს ეს დამწვარი სარდე და დაიხიეს ეფესოსკენ, მაგრამ გზაში წამოეწიეს სპარსელებმა. მოხდა დიდი ბრძოლა, სახმელეთო ბრძოლა მოხდა, სადაც ბერძნები დამარცხდნენ. სპარსელებმა გაიმარჯვეს. დიდი ომი იყო ესა, რასაც დიდი მსხვერპლი მოყვა, ორივე მხრიდან ქალაქები დაიქცა, სარდე დაიწვა. ამ დროს დარიოსი 491 წელს ელჩებს აგზავნის ყველა ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოში მოთხოვნით ჩამაბარეთ მიწა და წყალი. რასნი, ანუ დამორჩილეთ. ბერძნული ქალაქები ჩაბარდა, მაგრამ ორი ქალაქი არჩევდა, არ დაემორჩილა, ეს არის ათენი და სპარტა. ასე რომ მივადექით უკვე უშუალოდ ლაშქრობას, რომელიც უნდა განხორციელდეს. მოგესალმებით ყველას, მე ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე ვარ, თქვენ უყურებთ დროების YouTube არხს და გადაცემათა ციკლს მოგზაურობა წარსულში, რომელსაც უძღვება ისტორიკოსი გუბა სანიკიძე. სანამ დავიწყებთ საუბარს, კიდევ ერთხელ მინდა ყველას შეგახსენოთ და გთხოვოთ, ვისაც ჯერ კიდევ არ გაქვთ გამოწერილი ეს არხი, გამოიწეროთ, მოიწონოთ, გააზიაროთ, რათა ჩვენს მიერ მომზადებული კონტენტი ხელმისაწვდომი გახდეს, რაც შეიძლება უფრო ფართო ქართულ ენოვანი აუდიტორიისთვის. რაც შეეხება დღევანდელი საუბრის თემას, შეგახსენებთ, რომ ჩვენი წინა შეხვედრების დროს ჩვენ მიმოვიხილეთ თუ რა მდგომარეობაში, რა გარემოებების გათვალისწინებით ჩამოყალიბდა პირველი გლობალური უნივერსალური იმპერია ძველი ირანის სახით. ამის შემდეგ ჩვენ ვისაუბრეთ უკვე ძველი საბერძნეთის ფორმირებაზე და მივადექით აი ამ ორ ძველი სამყაროს მთავარი გეოპოლიტიკური სუბიექტის სამხედრო დაპირისპირების ფაზას და სწორედ ამის თაობაზე ისაუბრებს დღეს გუბას გისმენთ. დიდი მადლობა, მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, დიდი მადლობა ყურადღებისათვის, თანადგომისათვის, შეგულიანებისთვის, ამდე უშუალოდ თემაზე გადავალთ. ორიოდე სიტყვა მინდა თქვა იმის შესახებ, თუ როგორი რჩევები და თხოვნები მოდის თქვენგან, ძალიან ბევრი თქვენთაგანი გვახსენებს იმას, რომ რატომ საქართველოს ისტორიაზე არ არის საუბარი. ძვირფასო მეგობრებო, ამას გარკვეული მიზეზი აქვს ახლა. ავად თუ კარგად საქართველოს ისტორიაზე წვდომა ჩვენ ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს აქვს, იმიტომ რომ ამაზე არის ლიტერატურა, ისტორიოგრაფია, დიდი ქართველი ისტორიკოსები, ხოთ ასე თუ ისე ავად თუ კარგად, მაინც ჩვენს ისტორიას ვიცნობთ, მაგრამ ჩვენი მოგზაურობების მთავარი მისია არის ის, რომ დანარჩენი სამყაროს შესახებ გქონდეს გარკვეული წარმოდგენა, იმიტომ რომ
თუნდაც ჩვენს ისტორიას ვერ შევაფასებთ, საქართველოს ისტორიას ვერ შევაფასებთ სათანადოდ თუ სხვა ხალხების, სხვა ერების ისტორია არ გვეცოდინება. ამ თვალსაზრისით კატასტროფული მდგომარეობა არის ბატონ გიორგი ქვეყანაში. თუნდაც ავიღოთ ქართული ვიკიპედია, ეს არის კატასტროფა. საერთოდ არ ვიცი, საომავლოდ ალბათ სამუშაოც იქნება და სახელმწიფო პროექტი უნდა იყოს იმისი, რომ ქართული ვიკიპედიის ამოწევა მოხდეს, იმიტომ რომ კატასტროფულად მწირი და არაზუსტი ინფორმაცია არის მსოფლიო ისტორიას. თუნდაც იმ თემატიკაზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ახლა, ხო? რა თქმა უნდა, საქართველოს ისტორიაში ჩვენ გვექნება საუბარი. ეს არის აუცილებელი აღნიშნოთ, რომ არ იფიქროს დროების YouTube-ის რა თქმა უნდა მაყურებელმა, რომ ჩვენ ამ უზარმაზარი ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვან ნაწილს ავწდებით, არა, უბრალოდ ჯერ ვსაუბრობთ. მსოფლიოს საერთო განათლების დონე უნდა საერთო ცოდნა, ინფორმაცია მსოფლიოს კაცობრიობის განვითარებაზე უნდა შეუქმნათ გარკვეული წარმოდგენა ჩვენს მოქალაქეებს და მე რა თქმა უნდა საქართველოს ისტორიაზე გვექნება. საქართველოს ცენტრული ისტორიული ხედვა რო ავწდეთ ამას რაც სხვა ბევრი პრობლემები აქედან მოდის. ზუსტად ამის გამო შეიძლება ასე ჯობს. ჩვენ მოქალაქეების მნიშვნელოვანმა ნაწილმა არ იცის სხვა ხალხების და სხვა ერების ისტორია და ძალიან ხშირად საერთოდ ცოდნას იძლევა შედარებითი მეთოდიკა რა, როცა ადარებ რაღაცას ან ვიღაცას ერთმანეთთან, ხო? ამიტომ სწორი შენიშვნარი საქართველოს ცენტრისტული შეხედულება გარკვეულწილად გვავნებს ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ჩვენთაგანს გონია, რომ ჩვენ ვართ რა თქმა უნდა განსაკუთრებული და ერთ-ერთი უძველესი ხალხი ვართ, მაგრამ არიან სხვა ხალხებიც. ღირსებებით ახსავსე ხალხები არიან და ზუსტად ეს მოზაიკა, ხო, ამ სიძველის, სიქველის, ცივილიზებულობის გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მივხვდეთ ჩვენი ცივილიზაცია, ქართული ცივილიზაცია როგორ მნიშვნელოვანია ხა. და მით უფრო კიდევ მარტივად ვიტყვი, ახლა შოთა რუსთაველი ვიცით ჩვენ რაც არის, მაგრამ როცა გაეცნობი თქვათ ჰომეროს, ან შექსპირს, ან სერვანტეს, ხო, მაშინ მიხვდები შოთა რუსთაველის ფასს. იმათ ფონზე, რა თქმა უნდა, ხო? ამიტომ ამ მიმართულებით ჩვენი ამოცანა არის, რომ დანარჩენი სამყაროს ისტორიის შესახებ გარკვეული წარმოდგენა ამოვწიოთ ზემოთ და გარკვეული სურათი შეექმნას ჩვენს ტელემაყურებელს და მსმენელს, ხო? მით უმეტეს ჩვენ ისეთ თემებზე ვსაუბრობთ, ძველი სამყაროს და არა მარტო, რომელთან უშუალო შეხებაშიც ყალიბდებოდა საქართველოს ქართული ცივილიზაცია, კულტურა. ჩვენ გვექნება, მე შედარებითი ისტორიაც გვექნება, მე რაღაცებს შევადარებთ და აქაც დავინახავთ ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას, რეალურად დავინახავთ, ხო? აი ამ მოზაიკაში, ამის ფონზე დავინახავთ, თუ როგორი ისტორია გვაქვს ქართველებს, ხო? შემდეგ არის კიდევ თხოვნები, რომ მოხდეს ვიზუალიზაცია ჩვენი გადაცემების. ძვირფასო მეგობრებო, მე ისევ მინდა გავიმეორო, რომ ეს ჩვენი მოგზაურობების ციკლი არის გიორგი თარგამაძის და მისი გუნდის პირდაპირი დამსახურება. ჩვენ ვაკეთებთ ამას ენთუზიაზმის დონეზე, არავინ ჩვენი დამფინანსებელი არ არის, ქართველი ბიზნესმენები რა თქმა უნდა ჩვენ არ გვეკარებიან. სათოფეზე, როგორც ჩანს, უფრო მნიშვნელოვანი საკითხები აქვს გადასაწყვეტი. ჩვენ ვაკეთებთ ამას ენთუზიაზმის დონეზე, გიორგის კეთილნებაზე, აი ამ ბიჭების, რომლებიც აქ გვეხმარებიან, აბსოლუტურად უხელფასოდ, უფასოდ ვაკეთებთ ამას. რა იქნება მომავალში ვერ გეტყვით. იდეაში გვაქვს. იქნება აუცილებლად მათ შორის ქართული ბიზნესიც მეტყურებელს გამოჩნდება ცოტა ამ მნიშვნელოვანი პროექტის მიმართ. ცოტა რომ შიშებს და ფობიებს დაძლევენ, ალბათ ამის მერე ალბათ გამოჩნდებიან და რა თქმა უნდა მე ჩვენ ვაპირებთ, რომ მაღალი პროდუქცია შევქმნათ, ინტელექტუალური პროდუქცია და რაც გასავლელი მოგზაურობები გვაქვს და რაც გავიარეთ, იმის ვიზუალიზაციას გავაკეთებთ, იქნება რუკები, იქნება სურათები, იქნება ბარელიეფები, ხო თვალსაჩინოებას გავაკეთებთ, მაგრამ ჯერჯერობით ამის საშუალება ჩვენ არა გვაქვს და მარტო ვერბალურ ლექციათა კურსზე ვართ, მოგზაურობის კურსზე ვართ გადასულები. ამიტომ დავიწყოთ ახლა გავაგრძელოთ. ჩვენ გავიარეთ ძველი ირანი, კერძოდ აქემენიდების
აქემენიდი საერთოდ ბერძნული ტერმინია, ქართულად აქემენიანები არის, მაგრამ ჩვენ მაინც მივყვეთ საერთაშორისო სამეცნიერო ტერმინს, მთელი მსოფლიო აქემენიდებს ეძახის ამ დინასტიას, ხო? გავიარეთ სპარსეთი, აქემენიდების სპარსეთი, კიროსისა და დარიოსის სპარსეთი და გავიარეთ ძველი საბერძნეთი უძველესი დროიდან, კრეტა მიკენიდან მოყოლებული სპარტისა და ათენის პოლისების ჩამოყალიბებამდე. ამიტომ უშუალოდ მივადექით უკვე ჩვენ კონფლიქტს, სამხედრო კონფლიქტს. ისევ გადამეორებისთვის, ისევ გავიმეორებ, პირველი ახლა ირანზე რო ვთქვათ, ახლა ეს ჩვენ გამოგჩა თავის დროზე, ხა სპარსები ამ ქვეყანას ორი სახელი ჰქონდა, პარალელური სახელი, სპარსეთი და ირანი, მონაცვლეობდა ერთმანეთთან. საიდან მოდის სიტყვა ირანი, ხო? თავის თავს არიელებს ეძახოდნენ, არია, ასე ეძახოდნენ თავიანთ სამშობლოს ირანელები, სპარსელები, მათ შორის არია ნიშნავს, რას ნიშნავს ეს ტერმინი? ძველ ინდოევროპულ ენაზე ნიშნავს კეთილშობილს, გამორჩეულს, თავისუფალს, საუკეთესოს. ხოლო ამის საპირისპიროდ, აი მაგალითად ბერძნებიც ასე ყოფდნენ სამყაროს რა, ელინები, თვითონ ბერძნები და ბარბაროსები, დაანჩენი ხალხები. თუმცა იმ ბარბაროსებში ისინი გარკვეულ დიფერენცირებას ახდენდნენ და გამოყოფდნენ ძველ ეგვიპტელებს, ძველ ბაბილონელებს და ძველ კოლხებს. და გავიხსენოთ ის, რომ ბერძნები თვლიდნენ, რომ ცივილიზაცია არის იქ, სადაც მოყავთ ზეთისხილი და ვენახი, სადაც წურავენ ღვინოს, ხო? ასე ქონდათ ძველ ირანელებს დაყოფილი არია და ანარია, ანუ არა არიელები. ანუ დაანჩენ ხალხებს, ვინც მათ ეთნიკურ თვალსაჩინოში არ შედიოდნენ, ეძახოდნენ ანარიელებს, ანუ ანარია ერქვა არა ირანული მოდგმის ხალხებს, ხო? გავიხსენოთ ის, რომ ამ კონფლიქტის დასაწყისამდე უკვე ირანი არის თავის ძლიერების ზენიტში, მეფობს დარიოს დიდი, დარიოს პირველი დიდი, მან გაატარა ფანტასტიკური რეფორმები, მან გაატარა ადმინისტრაციული ტერიტორიული რეფორმა, მან დაყო ქვეყანა 20 სატრაპიად, ანუ პროვინციად, სადაც მართავენ ისინი, რა ქვია, სატრაპები. მის დროს უკვე არის 3 დედაქალაქი, აქამდე 4 იყო. ეს არის ეკბატანა, სუზა და პერსეპოლისი. იყო მეოთხეც ბაბილონიც, მაგრამ გახსოვთ ალბათ, როცა აჯანყება იყო, ორგზის აჯანყდა ბაბილონი დარიოსის მეფობის დროს, ამიტომ დარიოსმა უარი თქვა ბაბილონის დედაქალაქობაზე, ხო? ახლა პერსეპოლის ეძახიან ბერძნები, თვითონ სპარსელები ეძახოდნენ პარსას. მერე მოგვიანებით ფალაური არის შუა სპარსული ენა, ეს არის სპარტიელების დროს, სპარტიელების დროს ეძახოდნენ სადესტუნი, ანუ სადესტუნი ნიშნავს 100 სვეტის ქალაქი. პრინციპში პერსეპოლისი ქალაქი არ არის კლასიკური გაგებით, ესა რეზიდენცია. სასახლე, მეფის სასახლე, მისი კომპლექსი და დანარჩენი მოსახლეობა ვინც არის, მათი ერთადერთი დანიშნულება არის მოემსახუროს ამ სასახლეს, ამ კომპლექსს, ხო? ამიტომ ქვია სადესტუნი. ოღონდ მოგვიანებით ეძახოდნენ ამას. დარიოსის დროს გატარდა ფინანსური რეფორმა, საგადასახადო რეფორმა და ირანი არის ყველაზე მდიდარი ქვეყანა. სპარსეთი არის ყველაზე მდიდარი ქვეყანა, კერძოდ 7740 ტალანტს აგროვებენ ყოველწლიურად ვერცხლის სახით. ეს არის ყოველწლიურად დარიოსის ხაზინებში შედიოდა 230 ტონაზე მეტი ვერცხლი. რაც შეეხება სამხედრო ძალას, ესეც მნიშვნელოვანია, როგორ იწყებენ ბერძნები და სპარსელები ერთმანეთთან კონფლიქტს, ხო? ირანის მოსახლეობა, თვითონ ტერიტორია მაშინდელი ირანის დათვლილი არის, ანუ დარიოსის სამეფო არის 5.500.000 კვადრატული კილომეტრი. ესაა გრანდიოზული სამეფო თავის ტერიტორიითაც, გადაჭიმული არის ეგვიპტიდან თქვა დღევანდელ უზბეკეთამდე და ეგეოსის ზღვიდან ინდოეთამდე. 3 კონტინენტზეა გადაჭიმული ეს სამეფო, აფრიკა, აზია, ევროპა.
და მოსახლეობას ზოგი ასე თვლის, ზოგი ისე თვლის, რამდენი იყო, რამდენი უნდა ყოფილიყო მოსახლეობა, მაგრამ საბოლოო ჯამში მეცნიერთა უმრავლესობა და დემოგრაფთა უმრავლესობა შეთანხმებულია, რომ სადღაც 50 მილიონიანი უნდა ყოფილიყო ეს სამეფო. ეს იმდროინდელი მსოფლიო მოსახლეობის მეოთხედი რიცხოვნები. აი მთელი მსოფლიო რო ავიღოთ, ყველა კონტინენტი. თავის ჩინეთიან ევროპის ჩრდილოეთ ანგარიშოვენ სადღაც 200-250 მილიონი ადამიანი იყო მაშინ, ხო, დედამიწაზე. ამიტომ ესა გრანდიოზული ყველა. ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-5 საუკუნე, ხო, დარიოს მე-6 საუკუნეში გადმოვედით, ხო, 522-ში ავიდა ტახტზე და 486-ში გარდაიცვალა, ხო, დარიოს. მიჯნარი მე-6, მე-5 საუკუნეები ძველი წელთაღრიცხვით. ვიმეორებთ ამას. სამხედრო სპეციალისტები, თანამედროვე სამხედრო სპეციალისტები თვლიან, რომ დარიოსის სამობილიზაციო მასა დაახლოებით 1,000,000 კაცი იყო. ანუ სპარსეთს შეეძლო გამოიყვანა 1,000,000 კაცი. ეს არ ნიშნავს ერთბაშად და ერთდროულად გამოიყვანდა, იმიტომ რომ ამ 1,000,000 შედის საგარნიზონო შენაერთები, რომლებიც სატრაპიებში დგანან, სხვადასხვა ქალაქებში დგანან, საზღვრებზე დგანან. ხო, მაგრამ აქტიური სამხედრო ძალა, როგორც ასეთ, სადღაც 500,000-600,000 კაცი იყო. მოძრავი, ანუ მობილური არმიის გამოყვანა. თუმცა, რა თქმა უნდა, მთლიანი ტოტალური მობილიზაცია ახლა არ მოხდებოდა, გასაგებია, ხო? ანუ ჩავთვალოთ, რომ მილიონიანი შეიარაღებული ძალები ყავდა სპარსეთს. ახლა როგორი არიან, რისგან შედგება ირანული არმია? ხერხემალი ამ არმიის არის ეგრეთ წოდებული უკვდავთა კორპუსი. ასე ეძახოდნენ, ეს არის 10,000 მეომარი. ესენი მხოლოდ და მხოლოდ არიან ან სპარსელები, ან მიდიელები, ან ელამიტები. სხვა ეროვნების ხალხი უკვდავთა კორპუსში არ შედიოდა. ეს არის სამეფო გვარდია. მხოლოდ ირანული ტომები. აი ეს ელამიტები არ იყვნენ ირანული, მაგრამ ნუ ელამი ძველი სამკვიდრებელია სპარსელების. ამიტომ ეს სამი ხალხი მსახურობს, ამ სამი ხალხის წარმომადგენლები მსახურობენ. ელამიტები გაგახსენებთ, რომ დრავიდების ნაცნობები იყვნენ, მაგრამ უკვე გასპარსელებულები არიან. სამეფო დომენია ელამი, ხო? მაგრამ იყო გამორჩეული იყო პირველი ათასეული. პირველ ათასეულ ეს არის ვინც უშვალოდ იცავს იმპერატორის პერსონას. აი ეს 1000 კაცი მარტო სპარსელები არიან, გიორგი. არც მიდიელები არიან, არც ელამიტები არიან. აი ამ ნაწილში პირველ ათასეულში მსახურობენ მარტო სპარსელები და სპარსული არისტოკრატიის წარმომადგენლები, მათი შვილები. უკვდავები რატო ქვიათ? იმიტომ ქვიათ, რომ დანაკარგის დროს რამდენიც დაიღუპებოდა, მაშინვე ივსებოდა ზუსტად იმდენი ახალი მეომრით. უკვდავებს ბავშვობიდანვე ამზადებენ. ბავშვობიდანვე გათვლილი აქვთ, მათ აქვთ თავიანთი სპარტელები ვით არ იყვნენ, მაგრამ საკმაოდ გაწვრთნილი ფიზიკურად, მორალურად, მათი ერთგულება აქემენიდების ტახტის მიმართ არის განუზომელი. მათ იცოდნენ სირბილი, მათ იცოდნენ ცხენით, საჭენა ჯირითი, ატარებდნენ ეტლებს, ისროდნენ შვილს, ხმარობდნენ ხმალს, ცულს, ფარს, ცურავდნენ, ყველა ცურვა უნდა ცოდნოდა აუცილებლად. სპეციალურ მომზადებას გადიოდნენ ტიგროსზე, მდინარე ტიგროსზე ეს უკვდავები. მათ აქვთ საუკეთესო იარაღი და ამავე დროს გარდა იმისა, რომ საუკეთესო იარაღი აქვთ, ხარისხობრივად ძალიან ძვირფასი იარაღი აქვთ. ოქროში და ვერცხლში ჩასილაღებული ძალა არის ეს. ეს არის მეფის გვარდია. დავიმახსოვროთ უკვდავები, უკვდავთა გვარდია, ამიტომ ქვია. დაანჩენი იყოფა უკვე მსუბუქქვეითება, დაანჩენი არმია მსუბუქქვეითი, რაც ნიშნავს, ეს არის ამ მშვილდოსანი, ან მეშურდულე, ან შუბების მტყორცნელები, შორ მანძილზე მოქმედი ქვეითი ჯარი. არიან მძიმედ შეჭურვილი ქვეითები ასევე, რომლებიც გარკვეულწილად ბაძავენ ბერძნულ ჰოპლიტებს, თუმცა იმ ხარისხის და იმ დონის არ არიან.
და არის კავალერია. კავალერიაც ორად იყოფა, მსუბუქი კავალერია, რომ მშვილდოსნები და მძიმე კავალერია. მძიმე კავალერია არის ჯავშანში ჩამჯდარი მხედრობა. და არა მარტო მეომარი მხედარი, არამედ თვითონ ცხენეთს. მოგვიანებით ამას რომაელები ეძახიან კატაფრაქტებს. და ეს იყო ყოველთვის სპარსეთის, მოგვიანებით მერე პართიის, მერე სასანიდური ირანის ყველაზე ძლიერი სამხედრო შენაერთი, კატაფრაქტები. განსაკუთრებით გამოირჩევიან მძიმე კავალერიაში აღმოსავლეთ ირანელები, კერძოდ ბაქტრიელები. გახსოვთ, ჩვენ საუბრობდით, რომ ირანელი ხალხები ბევრი იყვნენ, მაგრამ 4 განსაკუთრებით ძლიერი და მრავალრიცხოვანი. ესენი იყვნენ მიდიელები, სპარსელები, პართელები და ბაქტრიელები, ხო? აი აღმოსავლეთ ირანიდან მოყავდათ ეს საუკეთესო მხედრობა. აი ჩეხევა ფლოტს. ფლოტიც ასევე გრანდიოზული ყავს დარიოს. კერძოდ მისი ფლოტი დგას ფინიკიელებზე და იონიელ ბერძნებზე. თუმცა აქ არიან ეგვიპტელებიც, აქ არიან კიპრიოტებიც, აქ არიან კილიკიელებიც. და დაახლოებით 1200 სამხედრო გემის და 3000 სატრანსპორტო გემის გამოყვანა შეუძლია ირანს. ესა გრანდიოზული სამხედრო ძალა არის. სამხედრო გემები მაინც ფინიკიელები არიან ხერხემალი, ირანული, სპარსული ფლოტის, მაგრამ ასევე ბერძნებიც არიან, თუმცა ბერძნების მიმართ ნაკლები ნდობა აქვთ. აი ფინიკიელები კი ერთგულები იყვნენ. აქემენიდების, მეფის ერთგულები იყვნენ ყოველთვის. გვახსოვს ჩვენ, რომ ფინიკიელები ასურელების დროს რეპრესირებული ხალხი იყვნენ, ამიტომ მე როცა გაანთავისუფლა კიროსმა, ამიტომ დიდი სიყვარული და ერთგულება ჰქონდათ ფინიკიელებს ტახტის მიმართ. ასევე იყვნენ კიპრიოტები, კვიპროსის მკვიდრები, კვიპროსის სხვათა შორის ორივე ხალხი ცხოვრობდა, ბერძნებიც და ფინიკიელებიც და კილიკიური ფლოტი. ტრადიციულად კილიკიელები კარგი ზღვაოსნები იყვნენ, კარგი მეკობრეებიც იყვნენ, არც ამას არ აკლებდნენ ხელს, მერე მომავალში ჩვენ როცა გვექნება საუბარი და ეგვიპტელები. დიდი გრანდიოზული ფლოტი არის. 1200 სამხედრო და 3000 სატრანსპორტო ხომალდის გამოყვანის უნარი აქვს სპარსეთს. ანუ გრანდიოზული შესაძლებლობები, მილიონიანი არმია და 1200 სამხედრო გემიანი ფლოტი. ეს არის რასაც ქვია სპარსეთი. ახლა დაუბრუნდოთ საბერძნეთს, როგორ ხდება, ხო? საბერძნეთი, კლასიკური საბერძნეთი, რასაც ქვია, ახლა დაახლოებით 200,000 კვადრატული კილომეტრია თავის კოლონიებით. საბერძნეთი არ არის ერთიანი სახელმწიფო. ირანის მსგავსად არ არის ცენტრალიზებული. პირიქით, ბერძნებში მარტო კულტურული ერთობის განცდა აქვთ, მეტი არაფერი. ანჩენი ნებისმიერ ბერძენი მოქალაქე, ნებისმიერი ქალაქის, ანუ პოლისის პირველ რიგში არის პატრიოტი თავის ქალაქის. და საერთო ელინური თვითშეგნება მათ აქვთ კულტურული თვალსაზრისით, რელიგიური თვალსაზრისით, მაგრამ საერთო ელინური, საერთო ბერძნული განსაცდელი მათ ჯერ არ გამოუვლიათ. ამიტომ დაშლილია საბერძნეთი. გლობალურად რო ავიღოთ, ეს არის კოლონიებს თუ თავს დავანებეთ ამ შემთხვევაში, რომელიც მიმოფენილია ხმელთაშუა ზღვაზეც და შავ ზღვაშიც, მაგრამ ძველი აი ბირთვი ბერძნული ქალაქ პოლისების, ეს არის კონტინენტური საბერძნეთი, ანუ ევროპული საბერძნეთი, კუნძულების საბერძნეთი და მცირე აზიელი ბერძნები, ანუ უმეტესწილად იონიელი ბერძნები. სხვათა შორის ერთ საინტერესო რაღაცას აღმოსავლურ ენებში ბერძნებს ეძახიან იონიელებს. იუნან მაგალითად არაბულად არის საბერძნეთი. იავანა სპარსელები ასე ეძახოდნენ. ბიბლიაშიც ასე ეძახიან. იმიტომ რომ ბერძნულ სამყაროსთან პირველი შეხება იონიელებისგან. ბუნებრივია, იმიტომ იონიელები აზიაში იყვნენ და აზიატების მეზობლები იყვნენ. კოლხები და ქართველები, რომელი სახელით იწყება. ჩვენ ბერძნებს ვეძახთ ბრძენს, განსაკუთრებულს ვეძახით. ჩვენ განსაკუთრებულ სახელს ვეძახით ჩვენს ძველ მეზობელ ხალხებს. ბერძნებს ვეძახით, სომხებს მარტო ჩვენ ვეძახით. სომეხი ნიშნავს სამხრეთელი. ისევე როგორც სომხები ჩვენ გვეძახიან ვრაცებს, ანუ ჩრდილოეთელებს, ზემოურები. ძალიან საინტერესოა ეს.
ჩვენ სიძველეზეც მეტყველებს და მათ სიძველეზეც, ხო? ანუ რაღაცა სივრცის ორ ნაწილად განვეხილავთ. ჩვენ სამხრეთელებს ვეძახით, ისინი ჩრდილოეთელებს გვეძახიან, ასე. უხეშად რომ თარგმნოთ რა. დანარჩენ ყველა არმენებს ეძახიან. ისე როგორც ბერძნებს ევროპაში გრეკებს ეძახიან, გრის და ასე შემდეგ, ლათინებიდან მოდის ესა, ხოლო აღმოსავლეთში იონიელებს ეძახიან. ამიტომ როგორი არის ეს საბერძნეთი, ხო, სამად იყოფა, მაგრამ თვითონ კონტინენტური საბერძნეთი ასევე სამად იყოფა. ჩრდილოეთ საბერძნეთი, შუა საბერძნეთი და სამხრეთ საბერძნეთი, რომელიც არის პელოპონესის ნახევარკუნძულზე, ამიტომ ხშირად სამხრეთ საბერძნეთს ეძახიან პელოპონესს. რომელი ძლიერი ქალაქ-სახელმწიფოებით და რეგიონებისგან შედგება. ჩრდილოეთ საბერძნეთი ეს არის თესალია, ყველაზე დიდი ბერძნული ოლქი. ჩრდილოეთ საბერძნეთი არის თესალი. რაც შეეხება შუა საბერძნეთს. შუა საბერძნეთი შედგება დასავლეთიდან რო დავიწყოთ, აკარნანია, ეტოლია, ფოკიდა, დორიდა, ლოკრიდა, ბეოტია, ატიკა და მეგარა. მეგარიდა დავარქვათ ასე. ხოლო სამხრეთი, ანუ პელოპონესი არის იწყება კორინთო, არგოსი, აქეა, ელიდა, არკადია, მესენია და ლაკედემონი, ანუ სპარტა, ანუ ლაკონიკა. აი ეს არის მთავარი ბერძნული სახელმწიფოები და ფაქტიურად აქედან ხედავთ, რომ საბერძნეთი არ არის ერთიანი. გარდა ამისა, ბერძნები იყოფიან, გავიხსენოთ ჩვენ 4 ტომად. საერთოდ თვლიან, რომ 3 ტომი არის, იმიტომ რომ აქეელების როლი ძალიან დამცრობილი იყო, განსაკუთრებით დორიელების შემოსევის შემდეგ. ამიტომ შეგვიძლიათ 3, რომ ვთქვათ, რომ ესენი არიან დორიელები, იონიელები და ეოლიელები, მაგრამ წამყვანები არიან დორიელები და იონიელები. ამ ქალაქებისა და ამ სახელმწიფოების განსაკუთრებული სიძლიერით, სიმდიდრით, სამხედრო ძალით გამოირჩევა 2 ქალაქი, ეს არის ათენი და ეს არის სპარტა. ათენი არის იონიური, სპარტა არის დორიული. და საერთოდ როცა საუბარი არის ბერძნულ ცივილიზაციაზე, რომელიც დაგვრჩა ჩვენ და საერთოდ ბერძნული ცივილიზაცია არის საფუძველთა საფუძველი ევროპული ცივილიზაციის, ხო? როცა ბერძნებზე ვლაპარაკობთ, მათ კულტურაზე, ხელოვნებაზე, ფილოსოფიაზე, პანთეონზე, რელიგიაზე, გენიოსებზე, ყველანი თითქმის 90% არიან იონიელები. სპარტას არაფერი არ შეუქმნია, დორიელებს არაფერი არ შეუქმნიათ, მაგრამ ამათთან ახლოს იონიელებთან ვერ მოდიან. ხო? სპარტიდან ჩვენ ერთი რამე ვიცით, ესენი არიან მეომრები, სამხედრო მანქანები არიან. დორიული გაუტეხლობა. დანარჩენი ცივილიზაცია ეს იონიელების შექმნელი. ჯარი როგორ ეყავთ ახლა ბერძნებს სამხედრო ძალა, ხო, იმათ მილიონიანი არმია აყავთ სპარსელებს, ანუ თქვათ გაწევა შეუძლიათ მილიონიანი რესურსი აქვს სპარსელებს, ათენელები უпроსტად ბერძნებს შეუძლიათ რამოდენიმე 10,000 ჰოპლიტის გამოყვანა. ჰოპლიტები ვინ არიან? ბერძნები როგორც წესი იბრძვიან ქვეითად. კავალერია, ცხენოსნები ყავთ მარტო თესალიელებს. თესალია გაშლილი რეგიონი იყო, იქ საუკეთესო ჯიშის ცხენები მოყავდათ, ამიტომ თესალიელები ტრადიციულად იყვნენ კარგი მხედრები. თუმცა ამ ბერძნულ საქმეებში თესალია ნაკლებად ერეოდა და მე მოგვიანებით ეს თესალიური კავალერიას ჩვენ ხშირად შევხვდებით უკვე ალექსანდრეს ლაშქრობაში. ხო, მაგრამ მაინც როცა ბერძენ მეომარზე ვსაუბრობთ, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ გვახსენდება ქვეითი ბერძენი, ანუ ჰოპლიტი, ისევ ვიმეორებ, საიდან მოდის ეს სიტყვა. ჰოპლონ ბერძნულად არის ფარი. ბერძენი მეომრისთვის მთავარი იარაღი, რაც არ უნდა გაგუკვირდეს, იყო ფარი. მერე მოდიოდა შუბი, გრძელი შუბი და მოკლე მახვილი. ბერძნები სპარსელებიდან განსხვავებით უკეთესად არიან შეიარაღებული და უკეთესად არიან დაცულები. გასაგები მიზეზი აქვს, ახლა აზიატებს აბჯრები ნაკლებად ეცვათ, ჯერ სიცხეში აუტანელია, ხო? ლითონის აბჯრის ტარება, მიუხედავად იმისა, რომ უკვდავებს აბჯრები ეცვათ.
ეს იყო ფარფლისებული აბჯარი. თევზის ფარფლის სტრუქტურით. ხო, სტრუქტურულად, ხო, პატარა იმიდან რა ქვია, ფილებიდან იყო აწყობილი ეს ისა, მაგრამ დანარჩენები არ არიან. ლითონით დაცულები აზიატები, მაგრამ აი ბერძნები კი დაცულები არიან. მათ აქვთ ან ბრინჯაოს, ან რკინის მუზარადები, რომელიც მთლიანად იცავს თავს, დიდი ფარი, სხეულზე აქვთ ჩაცმული აბჯარი, რომელიც ხან სპილენძის არის, ხან ბრინჯაოსი არის, ან კიდევ რკინის არის და მათ აქვთ სამუხლეები ასევე ლითონის. ანუ ფაქტიურად ბერძენი ჰოპლიტი არის, რა ვიცი, ცოტა უხეში შედარება, რა მოძრავი ტანკია. ჯავშნიანი მეომარი ჯარისკაცი. ამიტომ წმინდა თვალსაზრისით ერთ-ერთზე რო ავიღოთ, აზიატები ბერძნებთან ჰოპლიტებთან ვერ მოვიდოდნენ. ჰოპლიტი იყო ფაქტიურად დაუმარცხებელი, თითო-თითოზე რო ყოფილიყო, თქვათ, დაყენება, ხო, ხარისხობრივად, რა, ახლოს ვერ მოდიან აზიატებს და სპარსელები. რა თქმა უნდა, რამოდენიმე ათეულ ათასი ჰოპლიტის გამოყვანა შეუძლია ამ საბერძნეთს, მაგრამ პრობლემა იმაშია, ერთობა არ აქვთ. ამიტომ ამის წარმოდგენა, ბერძნები ერთად სადღაც საომრად გადიან ვინმეს წინააღმდეგ, აქამდე არ ყოფილა. ერთმანეთს ებრძვიან, კონფლიქტები აქვს, სხვათა შორის ბრძოლის და ომის წესები აქვს ერთმანეთში. როცა ომობენ ჰოპლიტებით და ომობენ ფალანგით. ფალანგა რა არის? ეს არის წყობა, მეომრების წყობა, როცა მიჯრით, გვერდ რამოდენიმე რიგით დგანან ეს ჰოპლიტები და საინტერესო რა არის, ფარი მარცხენა ხელში უკავიათ, მარჯვენაში უკავიათ გრძელი შუბი და საინტერესო ისე რომ ფარით თავის თავს არ იცავს ჰოპლიტი. იცავს თავის მეზობელს მარცხნივ. ისე როგორც მას მისი მეზობელი მარჯვნიდან თავისი ფარით იცავს. ანუ ეს ფალანგა არის სიმბოლო დისციპლინის და თანადგომის ერთმანეთს. ეს არის ერთი სხეული. და ნდობის ყველაფერს. ნდობის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ როცა შენ იცავ შენგან მარცხნივ, შენ აუცილებლად იცი რომ მარჯვნივ შენი თანამებრძოლი დაგიცავს. ამიტომ ეს გაურღვეველი კედელი იყო ფალანგა. მერე ეს უნივერსალურ დონეზე აიყვანა ფილიპე მაკედონელმა. რაღაცებს შეცვალა, ამაზე მერე გვექნება ჩვენ საუბარი, ფალანგა როგორ შეცვალა ფილიპე. მერე გამოჩნდება მაკედონური ფალანგა. ხო? ამიტომ ჰოპლიტების სისტემა გულისხმობს რას? ერთმანეთში რახან ომობენ, ბერძნებში სირცხვილად ითვლება შორს სროლა იარაღი, შორიდან მოკლა, ტრის, სირცხვილად ითვლება. არ შეიძლება, თუ მაგარი ხარ, მოდი ქალაქი ქალაქზე, თქვათ 1000 ჰოპლიტი 1000 ჰოპლიტზე და რომელიც მოვერევით. ძალიან სპეციფიური შეხედულება აქვს მშვიდობასთან დაკავშირებით ძველ ბერძნებს, ახლა თანამედროვე ადამიანებს მიგვაჩნია, რომ ადამიანის ნორმალური მდგომარეობა არის მშვიდობა და ომი არის რაღაც გადახრა. ბერძნები პირიქით ფიქრობდნენ, რომ ომი არის ნორმა და მშვიდობა არის არანორმალური სიტუაცია. ამიტომ როცა ერთმანეთთან ომობდნენ ქალაქ-ქალაქ, მაგალითად ასე ტრობა ჰქონდათ ძველ სპარტას და ძველ არგოს. როცა ერთმანეთს ებრძოდნენ და დაიღუპებოდა ან დამარცხდებოდა მეორე ნაწილი, საინტერესო რა არის, როცა გარბოდა ერთი ქალაქის ჯარი ბრძოლის ველს ტოვებდა, მეორე არ მისდევდა. ის იკავებდა იმას ველს და დამარცხებულად ითვლებოდა ეს. მერე დებდნენ ხელშეკრულებას, რომ 30 წლიანი მშვიდობა. რატომ? იმიტომ რომ ახალი თაობა გაიზარდოს. ანუ გარკვეულწილად ერთმანეთსაც იცავდნენ, ამოწყვეტა რო არ ყოფილიყო რომელიმე ქალაქი ბოლომდე არ განადგურებულიყო რა. ან ხოცვაში ლეტვა არ იყო. ხო, ხოცვაში ლეტვა არ, დევნა არ იყო, ჟლეტა არ იყო, ტყვეთაყვანა არ იყო, თუ იყო ტყვეთა იყვანდნენ, მე აუცილებლად ანთავისუფლდა. თუმცა მე მოგვიანებით მე პელოპონესის ომის დროს ეს ყველაფერი დაირღვა და საერთოდ გაგიჟდნენ მაშინ ბერძნები ისეთი სისასტიკეები, მაგრამ ეს მერე იყოს რა. კლასიკური ბერძნული ქალაქ სახელმწიფოების სამხედრო კონფლიქტები არის შეტაკება ფალანგებს შორის. ვინც აჯობებს და დაიკავებს ბრძოლის ველს, ისაა გამარჯვებული. ნუ ამ საქმეში სპარტასთან ახლოს ვერავინ ვერ მოდიოდა. ყველა ერიდებოდა სპარტელებთან შეტაკებას. რაც შეეხება ფლოტს, ახლა ფლოტი
რა თქმა უნდა, საზღვაო ქვეყნებია ეს კონტინენტური საბერძნეთიც, კუნძულოვანი საბერძნეთიც, იონიური საბერძნეთიც, სამხედრო გემები ყავთ, მაგრამ ასე ჩამოყალიბებული საზღვაო სახელმწიფოები ჯერ არ არსებობს. ყველაზე ძლიერი ბერძნულ ქალაქებს შორის სამხედრო საზღვაო სავაჭრო ფლოტი დიდი ყავს ყველას. ყველა ვაჭრობს. ბერძნები დადიან ზღვით უკავშირდებიან ყველას და ყველაფერს, ხო? იმიტომ კუნძულებია, ყურეებია, სრუტეებია და ასე შემდეგ. მაგრამ ყველაზე ძლიერი სამხედრო ფლოტი ყავთ კორინთელებს. კორინთო გამორჩეულია თავის სიმდიდრით და კოლონიზაცია როცა დაიწყეს დასავლეთის მიმართულებით, კერძოდ სიცილიისა და სამხრეთ იტალიის მიმართულებით ყველაზე მეტი კოლონია აქვს კორინთოს. და ყავს ყველაზე დიდი ფლოტი. მაგრამ არც იმდენი, რომ თუნდაც ახლოს მიუახლოვდეს სპარსელების რას ლაპარაკობ, ეს არის ცადა დედამიწა რა, ბუზი და სპილო, თქვათ ასე. ათენელებსაც ყავთ სამხედრო ფლოტი, მაგრამ არა სისტემური, არა ჩამოყალიბებული და რამოდენიმე ათეულ გემს მოითვლის. ახლა სამხედრო გემებს ეძახოდნენ ტრიერებს, სამი ტიპის სამხედრო გემები იყო: ბირემები, ტრიერები და პენტერები. რას ნიშნავს? ბირემა ნიშნავს, რომ მეხოფეები, მენიჩფეები ორ რიგად არიან, თითო მხრიდან. ტრიერა არის სამ რიგად. თითო მხრიდან სამ რიგად. და პენტერა არის ხუთ რიგად განწყობილი. პენტერას ერთ დიდი და მოუქნელი გემი იყო, ყავდათ მოგვიანებით უფრო, მაგრამ მაინც წამყვანი სამხედრო ერთეული იყო ტრიერა. ტრიერაზე იყო 180-დან 200-მდე მეხოფე, მენიჩბე და იყო ეკიპაჟი 20 კაციანი მატროსები და როცა ომი იყო და საზღვაო ბრძოლები იყო, აყავდათ ასევე ჰოპლიტები. 40-დან 60-მდე ან 50. ტროას ომის დროს მაგალითად 50 კაცი იყო თითო გემზე, ეს უფრო არქავი ძველი საბერძნეთის თემა არის, ხო? ზღვის ხალხების დროინდელი. ანუ დაახლოებით ეკიპაჟები მთლიანად მატროსებით და მეხოფეებით 200 კაცი იყო თითო გემზე. მთავარი მამოძრავებელი ძალა იყვნენ მეხოფეები. თუმცა როცა ქარი იყო, რა თქმა უნდა, იალქნებსაც შლიდნენ. ხო, მაგრამ რატო მეხოფეები? იმიტომ იმდენი კუნძული იყო, რომ მანევრი ჭირდებოდა. მანევრი ახლა იალქნით რთულია. მეხოფეებით ადვილი იყო მანევრი, ხო? აი ეს არის რა, ტრიერა არის როგორც ტრიერებისგან შედგება სპარსელების თქვათ ფლოტი, სხვათა შორის კორინთელებმა ტრიერები გადმოიღეს ფინიკიელებისგან. იმიტომ ფინიკიელები უფრო ძველი კოლონიზატორები იყვნენ. ბევრ რამე სხვათა შორის ფინიკიელებისგან დამწერლობა გადმოიღეს ფინიკიელებისგან ბოლოს და ბოლოს ბერძნებს. ამაზე გქონდა საუბარი. ანუ მივადექით იმას, როგორი სამხედრო ძალა, რისი თავი აქვს სპარსეთს და რისი თავი აქვს დაშლილ საბერძნეთს, ხო? დარიოსმა არ დააყოვნა, რა თქმა უნდა, დარიოსის მეფობის ბოლო პერიოდში უკვე განსაკუთრებით დარიოს უკვე ჰქონდა გეგმები ევროპაში გადასვლის. საერთოდ აქემენიდების საიმპერატორო გვარის იდეოლოგია არის, რომ მსოფლიოზე უნდა გავბატონდეთ და მსოფლიოში უნდა დავამყაროთ საყოველთაო მშვიდობა და ჰარმონია. ომები აღარ უნდა იყოს, ჩვენი მმართველობის ქვეშ უნდა იყოს სამართლიანობა, ვაჭრობა, განვითარება, კეთილდღეობა. რახან ხალხები ერთმანეთს ებრძვიან, ჩვენ ეს ომები უნდა დავამთავროთ და ტიპიური გლობალისტური იდეოლოგია არის რა. ერთი იმპერიული ოლგის ქვეშ. რა თქმა უნდა, ერთი დინასტიის ქვეშ. ამიტომ ეს გლობალიზმი რო იძახიან და ვიღაცებს გულისყრები აქვს და ვიღაცებს ეშინიათ ღამე არ ძინავთ და ვიღაცებს გონიათ რომ სამყარო დამთავრდა. ეს გლობალიზმის იდეა ძალიან ძველია და მრავალგზის მომხდარა. ხანდახან წარმატებითაც განხორციელებულა, ხანდახან წარუმატებლად. როგორც წესი გლობალისტური იმპერიები მერე ბოლოს ცუდად ამთავრებენ, იშლებიან, იმიტომ რომ ამის ენერგია არ აქვს არავის, რომ თელ მსოფლიოზე ვიღაცის ჭკუაზე იყოს ყველაფერი მოწყობილი. ეს გამორიცხულია. იმიტომ რომ კაცობრიობა არის ცოცხალი ორგანიზმი და სხვადასხვანაირი ცივილიზაციური ცენტრებისგან შედგება. მაგრამ ახლა ამას დავანებოთ თავად. პირველად სპარსელები ეგეოსის ზღვაზე გამოვიდნენ 517 წელს, როცა მათ ორი კუნძული დაიმორჩილეს, ბერძნული კუნძული, ეს არის ქიოსი და სამოსი. და გამოვიდნენ ზღვაზე უკვე.
ჩვენ გვახსოვს, რომ იონიური ქალაქები ჯერ ლიდიის ყმათნაფიცობაში იყვნენ, მერე კიროსმა გადაიბარა, მაგრამ უშუალოდ სპარსელების გამოსვლა ზღვაზე მოხდა 517 წელს, მაგრამ დარიოსი გეგმავს დიდ ლაშქრობას ევროპაში და 513 წელს გრანდიოზული არმიით მან ააშენა ბოსფორის სრუტეზე მოტივტივე ხიდი გემებისგან, ერთმანეთზე გადააბა გემები და ამ მოტივტივე ხიდებით გადაიყვანა თავისი გრანდიოზული არმია. მისი გეგმა არის, რომ მან სანამდე ჯერ საბერძნეთს დაესხმება თავზე, მანამდე ზურგი უნდა უზრუნველყოს და უნდა სცადოს ბედი და დაიმორჩილოს სკვითები. ვინ არიან სკვითები? ხო, სანამდე სკვითებზე გადავალთ, მან იონიელ ბერძნებს დაავალა ასეთი რამე, რომ სანამდე ჯარი გადავიდოდა, სანამდე ბოსფორზე ის მოტივტივე ხიდს ააშენებდა, იონიელ ბერძნებს დაავალა, რომ თავიანთი გემებით გადასულიყვნენ შავ ზღვაში, გაეცურათ დუნაიმდე, რომელსაც ისტროსს ეძახოდნენ ძველი ბერძნები, ძველ სამყაროში დუნაის სახელი იყო ისტროსი. და ამ დუნაიზე, ანუ ისტროსი აეშენებიათ ხიდი, ანუ ლოჯისტიკა როგორი მოგვარებული ჰქონდათ, ხო? ჯერ ბერძნები გაუშვა, ხიდი უნდა აშენდეს და მერე დარიოსი რო გადავა ევროპაში, ეს ხიდი უნდა გადაიაროს და შევიდეს სკვითეთში. იონიელმა ბერძნებმა ეს წარმატებით განახორციელეს, იონიური ფლოტი შევიდა მდინარე ისტროსის, ანუ დუნაის დელტაში და იქ ააშენეს დიდი ხიდი, ასევე მოტივტივე, როგორც ჩანს, მოტივტივე ხიდი იყო ეს. ხო? დარიოსი გადავიდა ერთი სიტყვით ბოსფორზე და გრანდიოზული ჯარით დაიწყო თრაკიის დამორჩილება. თრაკიელები უპრობლემოდ დამორჩილდნენ, თრაკია დღევანდელი ბულგარეთი არის. ოღონდ ბულგარელები არ არიან თრაკიელები. ეს ცალკე თემაა. თრაკიელები დამორჩილდნენ, თუმცა ერთ-ერთი თრაკიული ხალხი გეტები ძალიან დაუპირისპირდნენ და იომეს ბოლომდე სპარსელებთან და საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს გეტებმა, მაგრამ დამარცხდნენ ახლა ამ გრანდიოზულ იმპერიასთან, ახლა ერთი ტომი, თრაკიული ტომი ვერაფერს ვერ იზამდა და დარიოსი უშუალოდ სარდლობს მეფე მონაწილეობს. ჩვენ გავიხსენოთ, მიუბრუნდეთ იმ თემას, რასაც ქვია იმპერიების ურთიერთობა მომთაბარე ხალხებთან. ისევ არ ვიცი, ნათქვამი გვაქვს თუ არა, საერთოდ იმპერიებს უჭირს ორ გეოგრაფიულ გარემოსთან ომი. ეს არის ან ველი, სტეპები, დიახ. ან მომთაბარეებთან უჭირს იმპერიას ტრადიციულად ომი. ან ეს არის მთა, მთას ვერ იმორჩილებს იმპერია. და ისე რო ავიღოთ თავისუფლების განცდა, აქვს ორ ხალხს, ან ველის ხალხს, ან მთიელ ხალხს. ხოთა შორის ჩვენი თავისუფლების მოყვარეობა და ეს სიჯიუტე და შეურიგებლობა განსაზღვრა კავკასიონის ქედმა. ჩვენ ციხესიმაგრეში ვცხოვრობ, ჩვენ ადვილად შეგვიძლია თავი დავიცვათ. ისევე როგორც ველზე გაშლილ ხალხს ვერ მოკიდებ ხელს, წყალევით არის, რა ცხენზე ზის და მოძრაობს. ხო? მომთაბარე სახელმწიფოა რა. ქალაქი არ აქვს, სოფელი არ აქვს, დასანგრევი არაფერი არ აქვს. დედაწულიანად არის ამხედრებული ცხენზე, საჭმელიც მისთვის არის საქონელი, სასმელიც მისთვის არის, ყველაფერი მისთვის არის საქონელი და მოძრაობს, ვერ კიდებ ხელს. ამას შეეწირა თავის დროზე კიროსი, როცა მასაგეტებთან ომში დაიღუპა საერთოდ, ვერ დაიმორჩილა. მაშინ მასაგეტები და მაშინ მასაგეტების მეთაური იყო დედოფალი ტომირისა, გვახსოვს ახლა ჩვენ. იგივე სურვილი აქვს დარიოს, როგორც ჩანს გამოყოლილი არის დინასტიური უკმარისობის გრძნობა ან რევანში. ხო, ამიტომ მან გადაწყვიტა, რომ დუნაის გადაღმა მაცხოვრებელი სკვითები დაიმორჩილოს, რომ მერე როცა ის საბერძნეთში და ევროპაში განავითარებს თავის ექსპანსიას, ზურგში მას პრობლემა არ ქონდეს. გადავიდა ამ ბერძნების მიერ, იონიელ ბერძნების მიერ აშენებულ ხიდზე, გადაიყვანა ჯარი. მაგრამ ამ ხიდის დაცვა დაავალა იონიელ ბერძნებს და დაუბარა ასეთი რამე, რომ დაიცავით ხიდი. ორივე მხრიდან, დინარის ორივე მხრიდან. დამელოდეთ 60 დღე. 60 დღეში თუ არ მოუბრუნდები, დაწვით ხიდი და წადით სახლში. ანუ დავმარცხდი, უკან ვებრუნდები, რაღაცა უბედურება დამემართა და ასე შემდეგ. ახლა რატო არის ესე? იმიტომ რომ დუნაის გადაღმა უკვე გზები და ეს შაჰრა რო ლაპარაკობდით და კომუნიკაცია, ეს არის ტრამალები იწყება უკვე. არც გზა იციან ზუსტად.
ბრმად მიდიან სპარსელები რა. გარდა დაპყრობისა, მათ ახალი სამყარო უნდა შეისწავლონ. კერძოდ ევროპელი სკვითების განსახლების არეალი, ხო? გადავიდნენ ისინი. გადავიდნენ და შეუტიეს სკვითებს. სკვითები, რა თქმა უნდა, ბრძოლაში არ შედიან, შორი მანძილიდან ესხმიან თავს, კომუნიკაციებს უნადგურებენ. ნუ ტრადიციული თემა არის ეს სკვითური საომარი წესი, რომელსაც მერე რუსებიც იყენებდნენ, ნაპოლეონის ამას ასე ეძახიან. სტალინის დროსაც იყენებდნენ და ასე დიდი გაქვს სივრცე, ტერიტორია გაქვს სივრცე. სტრატეგიული სიღრმე. ხო, სტრატეგიული და სპოპ გზაში ყველაფერს არ უნდა დარჩეს არაფერი, არც საჭმელი, არც ველებს წვავდნენ, რომ სპარსელების ცხენებს საჭმელი არ ეჭამათ. ბალახებს წვავდნენ, ყველაფერს სპობდნენ. ნუ შეყვა ეს დარიოს. შეყვა, მაგრამ ვერ მოიხელთა ეს სკვითები. არის საუბარი, რომ დნესტრიც გადალახეს, დღევანდელი დნესტრი, რაზედაც კიევი არის, ხო, სახელოვანი ქალაქი კიევი, უკრაინული ქალაქი, ხო? დნესტრს ეძახოდნენ ბერძნები ბორისთენეს, ამ მდინარეს. არის საუბარი, რომ დონამდედაც მივიდნენ რა, ტანაისი ერქვა. იქ ვერაფერი ვერ მოიხელთეს. არის ასეთ ცნობა, რომ ერთ-ერთ ბრძოლაში სკვითების ერთი ნაწილი დაამარცხეს, მაგრამ მასა სკვითების მოძრაობს რა, ვერ კიდევენ ხელს და რო გავიდნენ დონამდე, რო გავიდნენ ტანაისამდე, გავიდნენ იარეს და დარიოსმა აღმოაჩინა, რომ სკვითებმა ზურგისგან ჩრდილოეთით წავიდნენ და ზურგიდან დაარტყეს ალყა. ანუ დაემუქრენ მის კომუნიკაციებს და ის იძულებული გახდა, რომ დაბრუნებულიყო უკან. მობრუნდა უკან, დანაკარგი ჰქონდა ბევრი, დაჭრილები და ავადმყოფი საერთოდ ლაშქრობის დროს ყველაზე მეტი იღუპებოდა ავადმყოფობების გამო, დასუსტების გამო. მსხვერპლი საერთოდ აი მე-20 საუკუნე პირველ მსოფლიო ომამდე უმეტეს წილად მსხვერპლი არმიებს ჰქონდათ პანდემიებით, ავადმყოფობებით, რაღაცები ვრცელდებოდა. ამხელა მასა ადამიანების რო არის იქ ჰიგიენის პრობლემაა, წყლის ნაკლებობა აქვს ყოველთვის, ჯარს ყოველთვის ნაკლებობა აქვს წყლის. შეიძლება სასმელი ქონდეს, მაგრამ დასაბანი, გასარეცხი, ხო? და სადაც არ არის ჰიგიენა, იქ იწყება ყველაფერი უბედურება და ავადმყოფობა და ჭირი და ესენი, ხო? დაიხია უკან გზაში საკმაოდ ბევრი ხალხი დაკარგა, მაგრამ ხო, სანამდე დარიოსი იბრძვის სკვითებთან, ეს არის საინტერესო და საგულისხმედო ყველაზე მნიშვნელოვანი. დარიოსი ერთ წასული, არიციან ბერძნებმა, ცოცხალი დაბრუნდება, არ გაიმარჯვებს, არ გაიმარჯვებს. ამ იონიელებთან, რომლებიც ხიდს იცავენ, მოვიდნენ სკვითების ელჩები. და იონიელებს შესთავაზეს, რომ დაწვითო ხიდი. დაწვითო თქვენთვისაც კარგია, რომ თუ ამ ხიდს დაწვავთო, ჩვენ ამათო ამოვწყვიტავთო, უკან ვერ დაბრუნდებიანო და ცოცხალს არ გამოუშვებთ არცეთს, მათ შორის არც დარიოს გამოუშვებთო და თქვენო ბერძნებსო, ხო თავისუფლებაო გიყვართო კაცო. დაწვითო ხიდიო, დანარჩენი ჩვენ ვიცით. ანუ უკან დასახევი გზა მოუსპეთო სპარსელებს. იონიელ ბერძნებში გაიმართა კამათი. აქ არის ასეთი კაცი, რომელზედაც მე ჩვენ ცალკე გავჩერდებით. მილტიადე. ეს წარმოშობით ათენელია, მაგრამ ის არის ამ პერიოდში, ის არის თრაკიის ხერსონესის ტირანი. ტირანები მართავენ, ხო? კოლონიებს რო აარსებდნენ ქალაქები, იმ კოლონიებს სვამდნენ ტირანებს. ტირანი უკვე ვიცით, კანონზე მაღლამდგომი ადამიანი, რომელიც მართავს ქალაქს რა. იყვნენ კარგი ტირანები, იყვნენ ცუდი ტირანები, მაგრამ ტირანი ნიშნავს კანონზე, აი გადატანითი და პირდაპირ მნიშვნელობითაც ნიშნავს კანონზე მაღლამდგომი. ეს მილტიადე ამბობს, რომ მოდი სკვითებს დავეთანხმოთ. და დავწვათ ხიდი და ჩავტოვოთ დარიოსი იქ. სპარსული არმია დაიღუპება, მეფე დაიღუპება, სპარსეთი აირევა და ჩვენ თავისუფლებას მივიღებთ. მაგრამ არის მეორე მოსაზრება. ეს არის მილეტის ტირანი, ასევე ჰისტიოსი, რომელიც მილტიადეს ეკამათება, რომ არა, არ შეიძლება. ჩვენ ვართ ტირანები, ჩვენ სპარსელების დახმარებით მართავთ ჩვენ ქალაქებს. და რომ არა სპარსელების მხარდაჭერა, ჩვენ ყველგან დემოსი, ანუ ხალხი დაგვამხობს.
გვახსოვს ხო? ყველა ბერძნულ ქალაქ სახელმწიფოში იყო ორი დაჯგუფება, ერთი იყო არისტოკრატია, მეორე იყო დემოსი ხალხი. და ტირანები როგორც წესი არისტოკრატიიდან გამოსული ხალხი იყვნენ. ხო? და ჰისტიოსი ამბობს, რომ ჩვენ რო ხელისუფლებები გვაქვს, იქ სხვებიც არიან, სხვა ბერძნული იონიური ქალაქების წარმომადგენლებიც არიან. იმათ ეუბნება, რომ ხალხო, ჩვენ ტირანები რო ვართ, ჩვენ ამათი დახმარებით ვართ. თორე დარიოს თუ დაიღუპა და სპარსელები თუ დამარცხდნენ და სკვითებმა თუ ამოწყვიტეს, ჩვენ დემოს გადაგვაყირავებს ყველგან. ამიტომ გაუფრთხილდეთ ჩვენს კეთილდღეობას. ხო? გაიმარჯვა ჰისტიოსის მოსაზრება და არ დაწვეს ხიდი. მე ამას ჰისტიოს დარიოს დაუფასებს, ოღონდ ძალიან სპეციფიურად. ხო, მობრუნდა დარიოსი, გადმოვიდა, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს იყო წარუმატებელი ლაშქრობა სკვითეთში. გადმოვიდა, გამოიარა თრაკია და მიიღო გადაწყვეტილება, რომ თვითონ აზიაში დაბრუნდეს, მაგრამ ევროპაში ტოვებს ჯარს. ჯარს ტოვებს სარდალ მეგაბაზის მეთაურობით. ერთ რამეს გაგახსენებთ. გახსოვთ, როგორ დაამხო დარიოსმა ცრუბარდია. დარიოსი პლუს 6 სპარსელი დიდებული. ანუ 7-ეული დავარქვათ ასე, 7 მეფე პლუს 6 სპარსელი დიდებული. სხვათა შორის იქ პირობა იყო, რომ კენჭისყრით უნდა ყოფილიყო, თუ 3-3-ზე გაიყოფო და მერე მეფე წყვეტდა ყველაფერს. გარდა ამისა, იმ პირობაში იცი რა შედიოდა გიორგი. მეფეს, ანუ აქემენიდების გვარს უნდა ეკორწინა მათ წარმომადგენლებს, უნდა ეკორწინა ამ 6 გვარიდან. ან სიძე, ან რძალი უნდა მოეყვანათ აქედან. ანუ ფაქტიურად ეს დიდი გაგებთ ერთი დინასტია და ეს მეგაბაზი არის ერთ-ერთი მათგან, იმ 6-თაგან. აი ჩვენ ვნახავთ მე ომების დროს როგორც წესი, არის გამონაკლისები, მაგრამ როგორც წესი ამ 6-ეულის ოჯახის წარმომადგენელი მართავს ქვეყანას და სამხედრო მოქმედებებს. დატოვა მეგაბაზი გარკვეული ნაწილი ჯარით, რომელსაც დაევალა, რომ დასაპყრობი უნდა დაიპყროს. თვითონ დაბრუნდა აზიაში. დაბრუნდა აზიაში, მეგაბაზმა საკმაოდ წარმატებული ესე იგი სამხედრო მოქმედებები, ბოლომდე მიიყვანა თრაკიის დაპყრობა, იქ პეონებიც დაამარცხა, საკმაოდ მეომარი ტომი იყო, თრაკიული ტომი იყო. დაიმორჩილა მაკედონია, დაიმორჩინა ჰელესპონტის ბერძნული ქალაქები და შეიქმნა ევროპაში ახალ პირველი ერთადერთი სატრაპია, რახან დაიპყრო, სატრაპიაში უნდა გაერთიანო, ხო, სკუდრა ერქვა ამას. ხა საფუძველი რატო დაარქვეს, არავინ არ იცის. რას ნიშნავს ეს სკუდრა, მაგრამ ამ ახალ სატრაპიას დაერქვა სკუდრა, რომლის სატრაპი არის მეგაბაზი. და წარმატებული სარდალი იყო და მას დაევალა ასე სამხედრო ბაზების შექმნა დარიოსის სამომავლო ლაშქრობისთვის, იმიტომ დიდი არმიით რო გადმოვა, ამას ჭირდება პროვიანტი, ამას ჭირდება საჭმელი, სასმელი, წყალი, იარაღის საწყობები და საწყობების შექმნა სანაპიროზე, ჩრდილოეთ ეგეოსის ზღვაზე, მას უნდა შექმნა სასაწყობო, თქვათ, წერტილები, ბაზები უნდა გაეკეთებინა მომავალი დიდი ლაშქრობისთვის, რასაც დარიოსი გეგმავდა და ეს დასამალიც არ იყო არავისთვის რა. მაგრამ მერე მოხდა ასეთი ამბავი, მეგაბაზი გამოცვალა დარიოსმა. და საინტერესო ის არის, რომ ხო გარდა ამისა ძალიან სერიოზული ცვლილება მოხდა ლიდიის სატრაპიაში სარდე გახსოვთ ხო ქალაქი ლიდიის დედაქალაქი სადაც ადრე კრეზის საჭურჭლეები იყო. სარდე არის მთავარი ბაზა სპარსელების იმპერიის დასავლეთში, მცირე აზიაში და სარდეში ლიდიის სატრაპად მან დანიშნა თავისი დარიოსმა. დანიშნა თავის ნახევარ-ძმა არტაფერნე. და არტაფერნს დაევალა ლოჯისტიკური უზრუნველყოფა სამომავლო ლაშქრობისა ევროპაში. ანუ მობილიზაცია, სამხედრო ძალების, ამუნიციის, სურსათის, ფლოტის და ყველაფერი.
არტაფერნი არის მთავარი პერსონა, ლიდის სატრაპია და გარდა ამისა მეგაბაზი გაიწვია ევროპიდან დარიოსმა და მის ადგილზე დანიშნა ჩვენთვის კარგად ნაცნობი ოტანი. ოტანი იყო ვინც პირველად მიხვდა რომ ბარდია იყო ცრუბარდია. ბარდია იყო უყურო ბარდია. ხო, უყურო ბარდია. ხო, თავის ქალიშვილს რო კითხა, ხო? კი გაარკვია ყურები თუ აქვს მაგას, ხო? ოტანი. ანუ იმ ექვსეულიდან ერთი გაიწვია სუზაში და პერსეპოლისში და ჩაანაცვლა ის ოტანეთ. ოტანმაც ასევე გააგრძელა საკმაოდ წარმატებული ლაშქრობები, იქ ჰელესპონტის ქალაქები დაიმორჩილა, კერძოდ ბიზანტიონი, ქალკედონი, პროპონდიდის ქალაქები უფრო სწორად, ბიზანტიონი და ქალკედონი პროპონდიდა არის, ჰელესპონტის მიმდებარე ბერძნული, ანუ მთლიანად დაიპყრო ორივე მხარე, აზიური და ევროპული მხარე ჰელესპონტის და პროპონდიდის და ჩაუკეტა ბერძნებს კავშირი შავ ზღვასთან. რას ნიშნავს ეს? ბერძნულ ქალაქ ახან ბერძნებს ბევრი მიწები არ ქონდათ, ხო? ამიტომ ხორბლეული შემოტანა ხდებოდა უმეტესწილად შავი ზღვისპირეთის ბერძნული კოლონიებიდან. კერძოდ უმეტესწილად ეს ყირიმი იყო. შავი ზღვის ჩრდილოეთის ანა. ხო, ყირიმში იყო ძალიან დიდი ბერძნული კოლონიები, პანტიკაპეა, ოლბია, ხერსონესი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო, საკმაოდ დიდარი ქალაქები იყო ბერძნული. და მათი ამოცანა იყო, რომ მეტროპოლია უნდა თვითონაც დიდრდებოდნენ ამისაფარ, გემებით მიდიოდნენ, სავაჭრო გემებით, თქვათ, იტვირთებოდა, მერე მოდიოდა კონტინენტურ საბერძნეთში. ოტანმა ჩაუკეტა ბერძნებს ეს შავ ზღვასთან კავშირი. ნუ ახლა ეს მტრული ქმედება არის, რა თქმა უნდა, ახლა, ხო? და ესე იგი ფაქტიურად უკვე ყველაფერი მზად აქვს დარიოს იმისთვის, რომ დიდი ლაშქრობა დაიწყოს უკვე ევროპულ საბერძნეთში. მაგრამ მოხდა ერთი ამბავი. მოხდა მცირეაზიელი იონიელების აჯანყება. ანუ მცირეაზიელი ბერძნების აჯანყება. ხსამდე ამაზე გადავალთ, მოკლე ისტორიას გავივლი, რომ ვიცოდეთ რას წავა. ხა სამწუხაროდ ჯერ უკებით ვერ მუშაობთ, მაგრამ მე აუცილებლად გავაკეთებ, თამაში შევეცდები, რომ თვალნათელი გახდეს. ჯერ კიდევ ბნელი საუკუნეების, ანუ ჰომეროსის ეპოქაში, მე-9-მე საუკუნეების ძველი წელთაღრიცხვით, უფრო ადრეც, როგორც ჩანს, მცირე აზიაში ძალიან სერიოზული მიგრაცია მოხდა განსაკუთრებით იონიელი ბერძნების. და აქ შეიქმნა ქალაქები. ამბობენ, რომ 12 ქალაქი იყო წამყვანი იონიური ქალაქი, თუმცა სხვა ქალაქებიც იყო აქ. ისეთი სახელოვანი ქალაქები და მდიდარი ქალაქები, როგორც იყო მილეტი, ეფესო, თეოსი, კლაზომენი, ფოკეა, უმდიდრეს ქალაქები. დღევანდელი რომელი ტერიტორია? თურქეთის დასავლეთ სანაპირო. აი სმირნა, იზმირი როა ქალაქი, ეს არის ძველი სმირნა. მერე ჰალიკარნასი რო არის კიდე ქალაქი, ეს არის ბოდრუმი. ანუ ახლა რაც თურქული ქალაქებიც არის და ქართველები რო ისვენებენ და დადიან იქა, მათი უმრავლესობა არის იონიელი ბერძნების დაარსებული. ახლა სმირნა მე მგონი არის მესამე ქალაქი სიდიდით. იზმირი. სტამბულისა და ანკარას მიერ თუ არ ვცდები. მე მგონი არ ვცდები, ხო? იზმირი არის სმირნა ძველი, სახელოვანი იონიური ქალაქი სმირნა. ხო? ბერძნები ცხოვრობენ. საერთოდ ბერძნების რიცხვის ამდე ეს კონფლიქტი დაიწყება იონიელების ჩათვლით სადღაც მილიონ ნახევარი არის. თუ მონებს არ ჩავთვლით. და მონები არ ითვლება სამხედრო მოქმედებებში, იმიტომ რომ მონები არ გაღავთ ჯარში, მონა არ ომობს. ხო? ესე 50 მილიონი ირანის მოსახლეობა და მილიონ ნახევარი ბერძენი, ხო, როგორი სხვაობა არის. რაღაცებს ხო გაგონებთ თანამედროვე სიტუაციაში. განვითარებულ პროცესში. დავითი და გოლიათია რა, კლასიკური რა. იონიელები აჯანყდნენ. ახლა არსებობს მიზეზი და არსებობს საბაბი. ახლა ბევრ საბაბი და მიზეზი ერთ და იგივე გონია. მიზეზი არის ის, რომ ამ ბერძნულ დიდარ ქალაქებს მართავენ ტირანები, რომლებიც არიან სპარსელების ადმინისტრაცია ფაქტიურად.
ესენი დიდარი ქალაქები არის, მაგრამ თავისუფლება უნდათ რა. პოლისი, ქალაქი საერთოდ ნიშნავს თავისუფლებას. და ბერძნებისთვის რატო არ არის ერთიანი საბერძნეთი? იმიტომ ყველას თავისუფლება უნდა. არავის და დამორჩილება არ უნდა, ხო? ამ იონიურ ქალაქებში ხა უკმაყოფილოები არის, ხარკს იხდიან. სატრაპია არის, იონიის სატრაპია, ხო? არ უნდათ რა ამ სპარსელების მიუხედავთ იმისა, რომ საკმაოდ რბილი ბატონობა იყო სპარსელებს, იონიელებს უნდათ თავისუფლება, უნდათ როგორც სპარსელებისგან, ასევე ეს ტირანები ყელში ყავთ ამოსული. არ უნდათ. ეს არის მიზეზი. მაგრამ ახლა რა არის საბაბი? გახსოვთ თქვენის ჰისტიოსი, რომელიც შეეკამათა მილტიადეს ხიდის დანგრევას. რო არ დავანგრიოთ. რომლის აზრმაც გაიმარჯვა. რომლის აზრმაც გაიმარჯვა, იმიტომ ტირანებმა მხარი დაუჭირეს. ამას რომ ჩვენ სპარსელების გამოვართ ასე კარგად და მშვენიერ კარგად მართავთ ჩვენ ქალაქებს, ხო? და ვიმორჩილებთ დემოს ხალხს, ხო? როცა დაბრუნდა აზიაში დარიოსი, ჰისტიოს დაუფასა ეს ამბავი და ჰისტიოს აჩუქა ახლად დაპყრობილ სკუდრას სატრაპიაში, ანუ თრაკიაში აჩუქა სანაპირო ზოლი. მილეტის ტირანია ეს ჰისტიოს. და ისეთი მდიდარი ტერიტორია აჩუქა, სადაც არის ხეტყე რას ნიშნავს? ფლოტი შეგიძლია გააკეთო, გემები შეგიძლია აშენ და ვერცხლის საბადოები. და გარდა ამისა, აქ ამ სანაპიროს ცხოვრობენ როგორც ბევრი ბერძნები, ასევე მრავალრიცხოვანი თრაკიული ტომები. ანუ დასახლებული დიდარი სანაპირო ზოლი აჩუქა დარიოსმა. გაგახსენებთ იმასაც, რომ მეგაბაზი ჩაანაცვლა ოტანით, ხო? სარდლობა ევროპაში ჯერ მეგაბაზი იყო, მერე ოტანი დააყენა სარდლად. ეს მეგაბაზი ხო დაბრუნდა იმაში, პერსეპოლეში, სუზაში. დარიოს ეუბნება, რომ რატო მიეცვია ამას ამდენი ქონება? ამ ჰისტიოს. ახლა ძალიან მარტივად ყვები, ახლა ჩვენმა მაყურებელმა რო გაიგოს. რატო მიეცი? იმიტომ რომ გაძლიერდება ეგა. ვერცხლის საბადოები აქვს, ხეტყი აქვს და ბევრი ქვეშემრდომი ყავს, ხო? ნუ ახლა მას შეუძლია გააკეთოს დიდი ფლოტი, დაასხას ზედ მეხოფეებად ეს ხალხი, ჰოპლიტებიც ეყოლება, იმიტომ რომ ბერძნები ცხოვრობენ გარდა ადგილობრივი მოსახლეობისა და ძალიან ძლიერია, არ შეიძლება ასე გაძლიერება ამ ერთი კაცის რა, რა წამოულის თავში. ბერძნების ამბავი ხო იცი? დღეს ასე არიან, ხვალე ისე იქნებიან. უჩიჩინა ბევრი და დაარწმუნა დარიოსი. მაგრამ ახლა დარიოსმა კი არ გადააყენა და ეჭვის გამო კი არ იმას აქნა დასაჯა რაღაცა წერილი მიწერა არსებობს ეს წერილი გადმოცემა. ჰეროდოტესგან ვიცით ჩვენ უმრავლესობა ეს ყველაფერი. რომ აი მე რო დავბრუნდი აზიაში, ევროპიდან ძალიან მენატრება შენთან საუბრები. ჰისტიოს წერს. მიიწვია გამოიძახა თავისთან. გამოიძახა იმაში პერსეპოლიში თუ სამი დედაქალაქია, გააჩნია სად იყო ახლა. ეკბატანაში იყვნენ ზაფხულობთ, იმიტომ გრილოდა იქ ახლა. მთიანი იყო ეკბატანა. გამოიძახა, სპარსეთში გამოიძახა, ცენტრში. ჰისტიოს გამოიძახა და უთხრა რომ მეო ისეო მიყვარსო შენთანო საუბრებიო და შენთანო მეგობრობაო ისე მენატრებოდა რომ უნდა დარჩე აქო. და მიცა ასეთი წოდება, თანამეინახეს უფრო მას მიეცა უფლება რომ საუზმე სადილი და ვახშამი ჰისტიოსის ზის მეფესთან. ტრაპეზობს მეფესთან. ეს არის გრანდიოზული პატივი რა. ამაზე სატრაპები ოცნებობდნენ. უახლოესი წრის შემადგენელი. დაარქვა მეგობარი და გარკვეული დიდი მამულებიც მიცა ცენტრალურ სატრაპიებში. არ არის ახლა ცნობილი სად მიცა, მაგრამ როგორც ჩანს დიდად დაასაჩუქრა, ხო? მაგრამ დაიტოვა ფაქტი ესა და გარდა ამისა მიცა ჰისტიოს იმის უფლება, რომ შენ რახანო მილეთშიო აღარ გაგიშვებო, ისე მიყვარხარო. შენი კაცი დაასახელი, იქ ვინ იქნება ტირანი. ამის უფლება მიცა. ჰისტიოსმა დაასახელა თავის ბიძაშვილი და ამავე დროს სიძე არისტაგორე. არისტაგორე გახდა მილეტის ტირანი.
ხა ეს არისტაგორე ახლა ყველა ტირანს უნდა გაფართოება, ყველას უნდა ახალი შესაძლებლობები, ვაჭრობა, შემოსავალი, გამდიდრება, ეს ტირანები ამშვენიერებენ, აშენებენ, ალამაზებენ თავიანთ ქალაქებს. დემოსისთვის ბევრ რაღაცებს შვებიან ისინი რა. ასე არ არის რომ ხალხს ატყავებდნენ, არა. ტირანის კონკურენტი არის მეორე არისტოკრატული გვარი და არა ხალხი. ამიტომ ტირანები როგორც წესი ხალხისთვის კარგ რაღაცებს აკეთებდნენ, ოღონდ კანონს მაღლა იდგნენ, კანონს არ იცავდნენ. და გადაწყვიტა ესე იგი დამორჩილება ქიოსის. უпроსორად ნაქსოსის, კუნძული ნაქსოსი არის მილეტს გადაღმა, მილეტი უყურებს პირდაპირ, ეს დიდარი ბერძნული კუნძულია. აქვს ძალიან ყოჩაღი მდგომარეობა, მდებარეობა, მდიდარი ქალაქია ძალიან ნაქსოსი და კუნძული თვითონ. როგორც წესი ბერძნული ქალაქებს ერქვათ იმ კუნძულის სახელები, მაგალითად კუნძულ სამოსზე მთავარი ქალაქი იყო ქალაქი სამოსი. ნაქსოსის დალაშქვრა გადაწყვიტა. დავიმორჩილებ ამას და უფრო გამდიდრდები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ეს წინააღმდება შესთავაზა არტაფერმს, რომელიც ლიდიაში დარიოსის ნახევარ-ძმა, ლიდიის სატრაპია. და ის არის დავარქვათ ასე ქუჩურად მაყურებელი ამ დასავლეთის ხო ამ რეგიონის მთლიანად. არტაფერმს შესთავაზა, რომ აი მე მაქვს ასეთი გეგმა, მოდი ნაქსოს მე დავიპყრობ, ოღონდ შენ დავიმფინანსე ფლოტი და დავიმფინანსე ლაშქრობა. და ან შენს მე ვიზამ და მე დიდი შემოსავალი გვექნება რა. არტაფერმ დაეთანხმა მას მიცა იმის საშუალება, რომ 200 გემის მობილიზაცია, ანუ ფლოტის მობილიზაციის უფლება მისცა, მაგრამ ახლა სპარსელი რისის სპარსელია, გარდა ამისა, მას თანამეგობრად და ამხანაგად დაუნიშნა სპარსელის სარდალი მეგაბატი, რომელიც შორეულ ნათესავი არის მეფის. დარიოსის. ამ მეგაბატს და არისტაგორეს შორის მოხდა გაუგებრობა, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა. როცა უნდა დაიწყოს ლაშქრობა, არისტაგორე ხო, მე ვარ სარდალი. ჩემი ინიციატივით ხდება იდეა, ჩემია, სატრაპმა მე მომცა ფინანსები, მე მომცა ფლოტი, ამიტომ შენ უნდა დავემორჩილო. შენ ხარ მაყურებელი, ან კომისრები რო ყავდათ კომუნისტებს ჯარში ეს. მეგაბატი ამას არ დაეთანხმა. არა, ჩემო მეგობარო, შენ არ ხარ სარდალი, სარდალი მე ვარ, ეს სპარსელების ფლოტი არის. თან ფინიკიური ფლოტია იქ. ბერძნული ფლოტიც არის. ბერძნებიც არიან, ილეტელი, იონიელი ბერძნები, ფინიკიური გემებიც არის იქ. იმპერიის ფლოტია, საიმპერიო ფლოტი. კი, არა, მოუვიდათ ჩხუბი, ეს ლაშქრობა არის საიდუმლოდ შენახული, რომ ნაქსოსელებმა არ გაიგონ და ხმა დაარხიეს, რომ მიდიან ჩრდილოეთისკენ სალაშქროდ ჰელესპონტს. რომ ნაქსოსელებმა არ აიღონ ეჭვი. ისე გამწვავდა ამათ შორის ურთიერთობა, როგორც ჰეროდოტე გვეუბნება, თვითონ მეგაბატმა გააგებია ქიოსელებს. რომ აი თქვენზე მოვდივართ სალაშქრო, ქიოსელები დახვდნენ მომზადებულები. 4 თვე გაგრძელდა ალყა, ვერ აიღეს ალყა, ვერ აიღეს ქიოსი. გამობრუნდნენ უკან შერცხვენილები. არისტაგორე არის უმძიმეს დღეში, ახლა მან აიღო პირობა, ის არის პასუხისმგებელი ლაშქრობაზე, ისაა პასუხისმგებელი არტაფერმთან, ამხელა ხარჯი გაიწია, ამდენი მსხვერპლია, აფერი მოგება არ არის, დამარცხდნენ, სირცხვილია, პრესტიჟი დაეცა იმპერიის ცუდ დღეშია. არისტაგორე. ამ პერიოდში კიდე ხდება ასეთი ამბავი, აი ეს ჰისტიოსი რო გაიწვია იმას უნდა სასტიკად დაბრუნება იონიაში. ტირანი, რომელიც წაიყვანა სამეგობროდ დარიოსს. თანამეინახეთ ვინც და ჰისტიოსი ჩალიჩობს ყველაფერს რა, რომ დაბრუნდეს. და ჩუმად ის ახ ზედამხედველობის ქვეშა ყველა ვარიანტი ახლა მეფის კარტთან რო ხარ, იქ ყველაფერი შენი იციან რა. და ის უგზავნის მესიჯს, დავარქვათ ასე. გეტყვით რატო მესიჯი? არისტაგორეს უგზავნეს იმას, რომ დაიწყე აჯანყება მანდ და ჩემი საჭიროება გაუჩნდება დარიოსს
და მანდ გამომიშვებს და მე რო გამომიშვებს, მე შემოგიერთდები შენ. ანუ უჩხიკინებს არისტაგორას. მესიჯი როგორ გაუგზავნა? თავის მსახურს გადახოტრა თმები. ამ გადახოტრილ თავზე დააწერა მესიჯი. მერე განაძევა სადღაც, სამდე თმები ამოუვიდა და ის კაც გაუგზავნა რა. რო ჩავიდა არისტაგორასთან, გადახოტრა იმან თავი და წაიკითხა. არისტაგორა. დღევანდელი ტერმინოლოგიით ტატუსახი დამოუვი რა მესიჯი. მესიჯი გააგზავნა, ხო. თავის ქალის კანზე. ასეა, ხო. თავზე დააწერა, რაც უნდა გაეკეთება იმას. ახლა არისტაგორეც ძიმე დღეშია, იმიტომ რომ აუცილებლად პასუხს მოთხოვენ, წააგო ბრძოლა. ქიოსთან დამარცხდა, ხარჯი ამდენი გაწეული, ხო? ამიტომ ყველა ვარიანტში მოხდება რეპრესიებში. და გადაწყვიტა აჯანყება. დაუძახა სხვა ბერძნულ ქალაქების წარმომადგენლებს, ოღონდ არატირანებს. მაგრამ დემოსის წარმომადგენლებს დაუძახა და უთხრა ჩვენ უნდა აჯანყდეთ ახლა. ხა მიზეზი გითხარით, ხალხს არ უნდა ეს სპარსელების ბატონობა. საბაბიც გითხარით, ქიოსის, ნაქსოსის, უკაცრავად, კუნძულ ნაქსოსის კატასტროფა, სამხედრო კატასტროფა, ხო? არისტაგორემ შესთავაზა დემოსის წარმომადგენლებს ავჯანყდეთ. და სამდე სპარსელებთან დავიწყებთ ომს, მანამდე დავამხოთ ტირანები და ჩემი რო გჯეროდოთ, მე გადავდგები ტირანობიდან და გადადგა. და დემოკრატია გამოცხადდა. ყველგან მოხდა გადატრიალებები და ტირანები ყველა გაიქცნენ დარიოსთან. მაგრამ ეს მოხდა გვიან შემოდგომაზე. ახლა რატო გააკეთა გვიან შემოდგომაზე? იმიტომ ზამთარში ლაშქრობები არ არის და დრო მოიგო არისტაგორემ და ეს დრო რაში გამოიყენა? ის ჩაჯდა გემში და წავიდა ევროპულ, ანუ კონტინენტურ საბერძნეთში დახმარება რომ მიიღოს. პირველი სად ჩავიდა და ცხადია სპარტაში ჩავიდა. სპარტაში ჩავიდა და შეხვდა სპარტის მეფეს კლეომენს. ეს დავიმახსოვროთ კარგად. კლეომენ პირველს და თხოვა რომ აი მოგვეხმარეთ რა, ჯერ ბერძნები ვართ და მე მეორე დიდი ნადავლი გველოდება. ახლა ჩვენ მანამდე ვლაპარაკობთ სპარტაში, ახლა კორუფცია და სიმდიდრეს სიყვარული არ იყო, მაგრამ უკვე 200-300 წელია თითქმის ლიკურგეს რეფორმები და რაღაცა ეს ინტერესი უჩნდება. სურნელი კორუფციის მეფეებში არის როგორც ხო. და შესთავაზა რომ აი ასეთი იქნება და ქრთამიც კი შესთავაზა. ამ საუბარს კლეომენი და არისტაგორე ვლაპარაკობენ, პატარა გოგო ყავს კლეომენს. გორგო ქვია ამ ბავშვს. პატარა სპარტელი გოგო. პატარა სპარტელი გოგო, ხო, უყურებს ახლა მამამის როგორ ახვევს ეს იონიელი ჩამოსული აფერისტი ის არა ქვია. იონიელებს საერთოდ დასაცინები იყვნენ, იმიტომ კაი ცხოვრება უყვარდათ და ასე. სპარტელები ქალაჩუნებსაც ეძახოდნენ ხანდახან ისე. ხო და უყურებს ეს ბავშვი რომ ეს არ ეშვება და მამამის თავაზობს იკეთებს და ამ გორგო მამამის უთხრობ მამა ადექი და წადი თორე მოგისყიდის ესო შენო. გადი ოთახიდან რა. მამას გაეცინა კლეომენს და გავიდა ოთახიდან რა. დატოვა ოთახი და ბოლოს ნუ ცივი უყარე. არ გამოვა რა. ახლა მიზეზიც ის არის რომ ახლა შარია ომი საერთოდ სპარტას პოლიტიკური გადაწყვეტილებების პრობლემა ქონდა რა. როგორც ომის ისე მშვიდობის რა. ახლა სტაბილური სახელმწიფო სისტემა, სპარტის სახელმწიფო სისტემა სახელი არ აქვს. ვერაფერს ვერ და ოლიგარქია არის, ტირანია არ არის, არც ოლიგარქია, იმიტომ რომ დიდარი ხალხი არ ცხოვრობს. არც ტირანია არის, არც დემოკრატია არ არის, კაცო, მონები ყავთ და საქონლად არიან ქცეულები, ისინი ჰილოტები, ხო? ამიტომ სპარტის სახელმწიფოს სისტემა სახელი არ ვიცით რა ქვია. რაღაც სამხედრო დიქტატორია. ნუ ხო, არ ვიცით, სამხედრო დიქტატურა და დიქტატორი ვინ არის? კანონია დიქტატორი. იქა. ყველა ემორჩილება კანონს, მათ შორის მეფეები, ხო? ამიტომ ცალკე დგას და რამდენადაც სტაბილურია, იმდენად ტლანქი და მოუქნელია, ბუნებრივია, ხო? ამიტომ სპარტამ უარი უთხრა. ეს წავიდა ხა არისტაგორები, წავიდა მეორე დიდ ქართულში თქვა. იმაში ბერძნულ ქალაქში ათენია. ათენი საპირისპიროა სპარტის. ხო?
ათენში ჩავიდა და თხოვა ის რომ მოგვეხმარეთო. იქ გამოვიდა ეკლესიაზე, ანუ სახალხო კრებას გამოვიდა 30,000 მოქალაქე ელოდება, დიდი შეკრებაა, 30,000 მოქალაქე იშვიათად იკრიბება. იქაც იგივე ტექსტები გაუშვა, რომ სპარსელებს მოერევით, ცუდი მეომრები არიან, ვერ ომობენ მაგრად, ასე შემდეგ. და სიმდიდრეები არის და თუ გავიმარჯვებთ, მთელი მცირე აზია და ლიდია და სარდეს აჭურჭლებს ჩვენ იქნება და ადვილია ომი მათთან. თუ მოგვეხმარებთ. დაეთანხმა ათენის სახალხო კრება და აქ ჰეროდოტეს აქვს ძალიან კარგად ნათქვამი, ის საგულისხმო დღევანდელობისთვისაც. აი ასე არისო ჰეროდოტე ამბობს, რომ ერთი კაცის მოტყუილებაო გაცილებით უფრო რთული არისო კლეომენს გულისხმობს. სპარტელების მმართველს. სპარტელების მეფეს, ხო? ვიდრეო ათასობითო მოქალაქისო და ანუ ბრბოსი ხალხის. უცებ 30,000 კაცს თავის ჭკუაზე გადმოიყვანა უცებ ათენში და იქ ერთი კაც ვერ შეახვია და იქ კაც კი არა ბავშვი ვერ შეახვია იქ გორგო რანაირ ბავშვი იყო ხო სასწაული გოგო და ათასობით ადამიანთან ეფექტურად იპოპულიზმი. ხო და როგორც ხო და დღესაც ასეა ჩემო კარგო რა ახლა ძალიან რთულია ერთი კაცი დაარწმუნო რაღაცაში მაგრამ ძალიან ადვილია მასაზე манипуლირება და მასის ფსიქიკით манипуლირება ხო ცნობილი ამბა აფერი არ შეცვლილი ადამიანები იცვლებიან ტექნოლოგიებით მაგრამ ფსიქიკა და მათი ქცევის ეთიკა და თითქმის ერთნაირი აფერი არ ითვლება რა ათენელები დაეთანხმენ და 20 გემი 20 ტრიერით დაეხმარენ იონიელებს თან ერთ სისხლი არიან ათენელებიც იონიელები არიან და იონიელები აჯანყდნენ გარდა ამისა იონიელებს დაეხმარნენ კუნძულ ევბიაზე იყო ასეთი ქალაქი ერეტრია 5 გემით ახლა ეს ერეტრია ტრადიციულად იყო მოკავშირე მილეტის და ამიტომ ბუნებრივი იყო და 20 ათენური გემი და 5 ერიტრეული გემი წავიდნენ და ნუ შეუერთდნენ. დაიწყო აჯანყება. თავიდან დიდი წარმატება აქვთ. ბერძნებს, იონიელებს, ხო და შეუტიეს მას რა ქვია სპარსელებს. სპარსელებმა არტაფერნისთვის ეს მოულოდნელი იყო ეს აჯანყება. ხო ჯარი გააგზავნა მილეტის საწინააღმდეგოდ. სპარსელების ჯარი დაიძრა, მცირე აზიული ნაწილები დაიძრა, ხო? და იმის მაგივრად რომ ამ აჯანყებულებს მილეტი დაეცვათ, პარალელური ლაშქრობა მოაწყეს, ანუ სპარსელები მილეტისკენ მიდიან. და ბერძნებმა და არისტაგორე ხო გადადგა ესეც მნიშვნელოვანი რომ გადადგა ტირანოვიდან სარდალი არ არის. თვითონ სარდლობაზეც ვაერთო, სხვების სარდლობენ ამ აჯანყებას. მილეტელებს დაევალათ რომ თქვენ თვითონ დაიცავით თავი და სამაგიეროდ ეს იონიური ჯარი პარალელურად მეორე გზით დაიძრა სარდესკენ სადაც არტაფერნიზეს თავარი სატრაპი მეფის ნახევარძმა და აბსოლუტურად მოულოდნელად სარდესში შევიდნენ აბსოლუტურად მოულოდნელი იყო სპარსელებისთვის ესა სპარსული გარნიზონი გამაგრდა ციტადელში არტაფერმა დაიხია იქიდან მოულოდნელი იყო ესა და იქ მოხდა სარდე დაწვეს ბერძნებმა ახლა ზოგი ეძახი შემთხვევით მოხდაო ერთ-ერთმა ბერძენმა შემთხვევით გააჩინა ცეცხლიო მაგრამ ფაქ რა მნიშვნელობა აქვს სარდე დაიწვა მთლიანად ფერფლად აქციეს ქალაქი და რაც თავარია დაწვეს ერთ-ერთ ყველაზე დიდი საკულტო ნაგებობა ქალღმერთ კიბელას ტაძარი დაწვეს. ეს კიბელა არის მცირეაზიელი ხალხი, ლიდიელების, ფრიგიელების, პაფლაგონიელების, კარიელების და ასე კარიელების არა. ლიკიელების და ასე შემდეგ ადგილობრივი აზიელი ხალხების მთავარი ქალღმერთია. ეკვივალენტია ჰერასი, რაც ბერძნებს ყავდათ, ხო? ამან გამოიწვია გრანდიოზული უკმაყოფილება და ჩავიდა დარიოსთან ამბავი ბერძნები აჯანყდნენ და სარდე დაწვეს. კიბელას ტაძარი და ეს ხალხი მეფისგან ეს დაზარალებული რელიგიური გრძნობებს შელახული აზიელები, მცირე აზიელები მეფეს თქო ვერ რეაგირება გააკეთეს. მოო შენ როგორ კი დაგემორჩილეთ, მაგრამ უნდა დაგვიცვა. ნუ გამხეცებული იყო დარიოსი და მაშინ დაიფიცა რომ დაждჯდა ათენელებს და დაждჯდა ზოგადად ათენელებს და ერიტრეელებს და დაждჯდა ბერძნებს ამის გამო.
და მან სპეციალური მსახური დაიყენა, რომელსაც ევალებოდა, რომ ტრაპეზის დროს, როცა საჭმელს ჭამდა მეფე, მის უგან უნდა ყოფილიყო და სულ უნდა ეთქვა, რომ მეფეო გახსოვდეს ათენელები, გახსოვდეს ათენელები. რო ეს ბრაზე არ გადასვა. შურიზიების გრძნობა არ განელებოდა. ხო. ნუ მოხდა ახლა, რა თქმა უნდა, ეფესოვისა სარდე დაწვეს, მაგრამ ამასობაში უკვე დიდი კონცენტრირება მოხდა სპარსული ჯარები და სპარსელები დაიძრნენ. ბერძნებმა დატოვეს ეს დამწვარი სარდე და დაიხიეს ეფესოსკენ, მაგრამ გზაში წამოეწიენ სპარსელები. მოხდა დიდი ბრძოლა, სახმელეთო ბრძოლა მოხდა, სადაც ბერძნები დამარცხდნენ. სპარსელებმა გაიმარჯვეს. და ამ დამარცხების შემდეგ მოხდა ცუდი ამბავი, რაც მერე მთელი ისტორიის განმავლობაში ათენელებისთვის იყო სამარცხვინო თემა. ათენელებმა დაატოვეს, მიატოვეს იონიელები და დაბრუნდნენ ათენში. ათენში დაბრუნდნენ, ეხვეწებოდნენ ეს იონიელები, რომ არ წახვიდეთ, არ და მაინც წამოვიდნენ რა. ხა ეს ამბები რო ხდება, აჯანყება ფართოვდება. და აჯანყდა ჰელესპონტის და პროპონტიდის ბერძნული ქალაქები, როგორც აზიაში, ისე ევროპაში რა. და დაიწყო ისა დიდი აჯანყება და გარდა ამისა კვიპროსი აჯანყდა. კვიპროსის ბერძნული ქალაქები აჯანყდა. მოუწიათ სპარსელებს გაგზავნა ჯარის ცალკე ჩრდილოეთში. თან შიში გაჩნდა, რომ შეიძლება სკვითები გადმოვიდნენ დუნაიზე, გამწარებულები ხო იყვნენ დარიოსზე და ბერძნებს მოეხმარონ. ამის ხმები მოდიოდა. არ ვიცი ახლა მართალი იყო ეს თუ ჭორი იყო, ბერძნებმა თვითონ გაარჩიეთ და ერთ-ერთი შენაერთი ერთი ჯარი ორად გაყვეს სპარსელებმა. დავრიოსი იყო ასეთ კარგი სარდალი იყო. დავრიოსი ჩაუყენეს სათავეში, დაევალა რომ აიღოს აჯანყებული პროპონტიდის და ჰელესპონტის ბერძნული ქალაქები და რამე რო იყოს სკვითებს უნდა ჩაუკეტოს გადმოსასვლელები სრუტეებს. საკმაოდ წარმატებით აწარმოა, დასაჯა იქაური ბერძნული ქალაქები დავრიოსმა, მაგრამ ზურგში აჯანყდნენ კარიელები, აი იყო ასეთი ხალხი. საკმაოდ მეომარი ხალხი, ესენ ბერძნები არ არიან. კარიელები აჯანყდნენ და შეუერთდნენ იონიელ ბერძნებს. მობრუნდა ეს დავრისი და წამოვიდა ჯარით, ორ ბრძოლაში კარიელები დაამარცხა, თუმცა მერე მესამე ბრძოლაში ჩასაფრება მოუწყეს ხეობაში კარიელებმა და მთელი ეს სპარსული არმია დაიღუპა, მათ შორის დავრიოსიც. დავრისის სიკვდილის მერე, ფაქტიურად სარდლობა დარჩა εμას არტაფემს, რომელიც ასევე საკმაოდ წარმატებით უტევდა, ყავდა ასევე და სარდალი დატისი, დავიმახსოვროთ ეს მერე გამოგვადგება, ეს მიდიელი იყო. ოღონდ ეს იყო დარიოსის სიყრმის მეგობარი. ხო, და არტაფერნი და ეს დატისი ებრძვიან ამ ბერძნულ ქალაქებს და უკვე დაიწყო გატეხვა რა. დაიწყოს მაინც ძალამ თავის გაიტანა. თუმცა კვიპროსზე დიდი ბრძოლები გაიმართა, ორი სახმელეთო ბრძოლა გაიმართა, ორი ბრძოლა გაიმართა, ერთი საზღვაო, მეორე სახმელეთო, ზღვაზე ბერძნებმა მოიგეს, ხმელეთზე სპარსელებმა მოიგეს, სხვათა შორის ორივე მხრიდან სარდლები დაიღუპნენ. საბოლოო ჯამში კვიპროსი დაიმორჩილეს ისევ სპარსელებმა და საბოლოოდ მიაწვნენ უკვე მას ბერძნულ ქალაქებს, რომელიც უკვე საკმაოდ ძიმე დღეში იყვნენ. ამ დროს არისტაგორე გაიქცა. დატოვა მილეტი. სპარსელები მიხვდნენ რას, რომ ზღვაზე უნდა დაამარცხონ ბერძნები, ამიტომ გამოიძახეს დიდი საზღვაო ძალები, ფინიკიელები, ეგვიპტელები, კიპრიოტი, ანუ კვიპროსელი ფინიკიელები და ასევე კილიკიური ფლოტი. და დიდი ფლოტით მოადგნენ უკვე და შევიდნენ მილეტის ყურეში, იქ არის კონცხი ლადა, სადაც მოხდა გრანდიოზული ბრძოლა, სადაც იბრძოდა 353 ბერძნული გემი და 600 სპარსული გემი. ბერძნები დამარცხდნენ. ეს იყო 94 წელს და ერთ წელიწადში მიადგნენ მილეტს. სპარსელები დააიღეს მილეტი და დააქციეს ბოლომდე. აჯანყება დამარცხდა.
იონიის აჯანყება დამარცხდა. დიდი ომი იყო ესა, რასაც დიდი მსხვერპლი მოყვა, ორივე მხრიდან ქალაქები დაიქცა, სარდე დაიწვა. მილეტი ამის შემდეგ ვეღარ აღდგა. მილეტს მე ვეღარ შეხვდებით ვერსად. ეს ბერძნული ქალაქებს მე ჩამოუყვნენ ესენი, ზოგი აიღეს, დააქციეს, ბევრი ბერძნული ქალაქი დაიცალა და გაიქცა. სანამ სპარსელები მივიდოდნენ, ბევრმა ბერძნულმა ქალაქმა მოსახლეობამ დატოვა, გემებში ჩაჯდნენ და ზოგი სიცილიაში გაცურდა, ზოგი იტალიაში გაცურდა, ანუ მიატოვეს თავის ქალაქები, იმიტომ რომ ძალიან სერიოზულად დასაჯეს ბერძნები. ახალგაზრდა ბიჭებს ასაჭურისებდნენ და მონებად ყიდნენ, ქალები და ბავშვები მონებად გაყავდათ. თუმცა იყო ქალაქები, რომლებიც გადარჩა ამას. ამ ტერორს, მაგრამ ფაქტია მილეტი დაისაჯა. მილეტი იმის მერე აღარ არის, არაფერში აღარ წერია მილეტის დიდება დასრულდა. მიზეზი რა იყო? ეს იყო უთაობა. საერთო სარდლობა არ ყავდათ. მე როგორ იყო იცი ამ სამხედრო ალიანსში ზოგი ქალაქი შედიოდა, ზოგი გადიოდა, ვიღაცები მოდიოდნენ, ვიღაცები აი ათენელები მაგრამ ეფესოს ბრძოლის მე წავიდნენ. ისე რომ არავის ანუ იძულება და რაღაცა მოვალეობის შეგრძნება არ ქონდათ ბერძნებს. აქ გამოჩნდა მათი ეს დაშლილობის და სეპარაციის პრობლემა და სეცესიის ხო, ნუ ახლა პრობლემა იყო. ნუ უდიდესი შოკი იყო საერთოდ ბერძნული სამყაროსი დაიზაფრა მთელი საბერძნეთი. მათ შორის კონტინენტური საბერძნეთი და ამის მერე ეს 93-ში 493 წელს დაეცა მილეტი და ზუსტად 1 წლის თავზე დარიოსმა გააგზავნა საექსპედიციო კორპუსი. მარდონიოსი, მისი სიძე, აი ერთ-ერთი იმ 6-თაგანი იყო გობრია. ანუ ოტანი ვიცით, მეგაბაზი ვიცით და გობრია ვიცით, ხო? ამ გობრიას ძე არის მარდონიოსი, ახალგაზრდა ბიჭია, ლამაზი ბიჭია და რაც თავარია მეფის სიძეა რა. ქალიშვილი დარიოსის ქალიშვილი არტო ზოსტრას ქმარია. ამბიციები გატენილი და დარიოსმა როგორც ჩანს ახლა იქ პროტექციონიზმსაც ჰქონდა ადგილი მამამისის მხრიდან, დარიოსმა დანიშნეს ახალგაზრდა სარდალი რომ ილაშქროს საბერძნეთში. და წესით ეს უნდა იყოს მერე სატრაპი დაპყრობილი საბერძნეთის რა. დიდ ძალი ჯარით დაიძრა, გადავიდა ევროპაში, გახსოვთ იქ რომ ოტანს მანამდე მეგაბას და ოტანს სამხედრო ბაზები აქვს გაკეთებული, საკმაოდ წარმატებით გაიარა ეს სანაპირო ზოლი. მაკედონიის მეფემაც ალექსანდრე პირველმა მორჩილება გამოუცხადა და ნება მიცა რომ გაიაროს მაკედონია და მერე უნდა შემოიჭრა საბერძნეთში, მაგრამ მოხდა ერთი ამბავი, ახლა ეს სპარსული ჯარი მიდის ორ ნაკადად, ერთ ხმელეთზე ნაპირს მიყვება და მეორე მოდის ფლოტი. და ათონის კონცხი სადაც არის ახლა ცნობილი ჩვენთვის თითოეულ ქართველისთვის, იქ ათონის კონცხს რომ მიუახლოვდნენ და სამხრეთიდან უნდა აუარონ გვერდი ფლოტმა, ამოვარდა გრანდიოზული ქარიშხალი და ეს სპარსული ფლოტი დაიღუპა. 300 გემი ჩაიძირა. 20,000 მატროსი დაიღუპა. რაც შეეხება სახმელეთო ჯარს, აქ მოხდა ის, რომ თრაკიელები შეხვდნენ ძალიან ცუდად და თრაკიელებს შორის იყო ძალიან მეომარი ტომი, ბრიგების ტომი, ბრიგებმა დაიწყეს თავდასხმა, პარტიზანული ომი გამოუცხადეს. და მარდონიოსი დამარცხდა. სპარსული არმია დამარცხდა და თვითონ მარდონიოსი ძიმედ დაიჭრა, ძლივს გადარჩა და იძულებული გახდა, რომ უკან გაბრუნებულიყო, ანუ წარუმატებელი ლაშქრობა, საბერძნეთი გადარჩა. ეს მოხდა მილეტის დაცემიდან 1 წელიწადში 492 წელს. და მე დაიძრა ისა რა ქვია მარდონიოსი უკან გაბრუნდა, მაგრამ ნუ ახლა მას რა ქვია დარიოსს აქვს ამოჩემებული, აუცილებლად უნდა ათენი უნდა დასაჯოს. უნდა დასაჯოს და ბერძნებიც უნდა დასაჯოს რა. იონიის დამარცხების ბოდიში და პახმელიაზე ბარემთელი საბერძნეთი, ბერძნები გატეხილები არიან.
ამ დროს დარიოსი 491 წელს ელჩებს აგზავნის ყველა ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოში მოთხოვნით ჩამაბარეთ მიწა და წყალი. რასნი ანუ დამორჩილდეთ. მთელი საბერძნეთი დაემორჩილა, კუნძულებიც დაემორჩილა. დაემორჩილა თესალია, ჩრდილოეთ საბერძნეთი მთლიანად ჩაბარდა. ჩააბარა მიწა და წყალი. შუა საბერძნეთში ყველაზე დიდი ოლქი ბეოტია, სახელოვანი ქალაქ თებეს მეთაურობით. ჩააბარა მიწა და წყალი. პელოპონესში, არგოსი ჩაბარდა, ბერძნული ქალაქები ჩაბარდა, მაგრამ ორი ქალაქი არ ჩერდა, არ დაემორჩილა, ეს არის ათენი და სპარტა. და მოხდა ის, რომ სპარტაში ვიცით ახლა გვიგი ახლა ის ფილმი რო გადაიღეს, საკმაოდ სუსტი არის სიუჟეტურად რა. არაფერ საერთო იმას ისტორიასთან არ აქვს, მაგრამ იქ მოხდა ათენში რომ ჩავიდნენ ჯერ ისინი სპარსელები, ათენელებს სახალხო კრებას მოთხოვეს, მიწა და წყალი ჩაგვაბარეთო და ელჩებიც და ათენელი თარჯიმანიც კლდიდან გადაჩეხეს, როგორც სახელმწიფო დამნაშავეები, ხოლო სპარტაში რო ჩავიდნენ, სპარტელებმა ელჩები ჩაყარეს ჭაში. დაახჩვეს და ჩააძახეს, რომ მანდარი მიწაც და წყალიც. ანუ ათენი და სპარტა ემზადება ომისთვის, მაგრამ პრობლემა რაშია? კი ემზადებიან ომისთვის, მაგრამ ემზადებიან ცალ-ცალკე. ერთმანეთი არ უყვართ. ერთმანეთის გაუმრიცხავი სახელმწიფო სისტემა აქვთ, მაგრამ ემზადებიან. მოდი ამაზე შევჩერდეთ უკვე მიწა და წყალი არის ჩვენი საუბრის დღევანდელი მოგზაურობის ბოლო თემა, მიწა და წყლის თემა, რატო დანებდა საბერძნეთი ახლა? რამოდენიმე მიზეზია. ერთი ის, რომ იონიელების დამარცხების შოკი აქვთ ბერძნებს და მეორე კიდევ გავითვალისწინოთ ძალიან ბევრ ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფო განსაკუთრებით კუნძულებზე ტირანები მართავენ. ამიტომ ტირანების პარტიები, ანუ არისტოკრატიული პარტიები, შეიძლება დავარქვათ ოლიგარქიული პარტიები, არიან ირანის მხარე, ანუ ორად ყველა ბერძნულ ქალაქში არსებობს სპარსული და ანტისპარსული პარტიები, მაგრამ ამის საწინააღმდეგო პარტიებს ქვიათ სპარტის პარტია და ანტისპარტული პარტია, ანუ სპარტაა სიმბოლო მაინც თავისუფლების რა, ბერძნების. ასე რომ მივადექით უკვე უშუალოდ ლაშქრობას, რომელიც უნდა განხორციელდეს და ამაზე ვილაპარაკოთ შემდეგ გადაცემაში. ამ გადაცემის დასასრულს შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, გამოიწერონ ჩვენი არხი, მოიწონონ და გააზიარონ წინგველის ძალიან საინტერესო ეპიზოდი, რომელიც სპარსულ ბერძნული დაპირისპირების ერთ-ერთ ყველაზე საკვანძო მნიშვნელოვან მონაკვეთს უკავშირდება, ჩვენ მივახლოვდით მარათონის ბრძოლას. უახლოვდებით მარათონს. მადლობა.